საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ ათასწლეულების მოგზაურობას დავიწყებთ. ისტორიის მტვრიან გვერდებსა და ხმაურიან ქალაქებს გავცდებით, რათა ვესტუმროთ იმ ადგილებს, რომლებიც ადამიანურმა გენიალურობამ და შეუპოვრობამ სამუდამოდ აღბეჭდა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში. ჩვენ ნელა ვიმოძრავებთ, როგორც ჩრდილები მთვარის შუქზე, რათა ჭეშმარიტად განვიცადოთ ქვის, ოქროსა და დაკარგული ტექნოლოგიების სიდიადე. წარმოიდგინეთ რბილი, თბილი ქვიშა, რომელიც თქვენს თითებს შორის სრიალებს და დღის საზრუნავს ჩამორეცხავს. წარმოიდგინეთ უძველესი მარმარილოს სიგრილე თქვენს ხელისკულის ქვეშ და დიდი ხნის წინ მტვრად ქცეული ცივილიზაციების გუგუნი. დღეს ჩვენი პირადი პორტალია მსოფლიოს 7 უძველესი საოცრებისა და მსოფლიოს 7 ახალი საოცრების სამყაროში. ჩვენ უბრალოდ არ მოვყვებით ისტორიებს. ჩვენ ვეცდებით გავიგოთ ქარის ჩურჩული ჩამონგრეული სვეტების მიღმა, რომლებიც წარსული დიდების შესახებ მღერიან. სანამ ამ ძილიან, მაგრამ მომხიბლელ თავგადასავალში ჩავერთვებით, შეგახსენებთ. თუ მოგწონთ ჩვენი საქმიანობა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერა ეხმარება ამ წყნარ კუთხეს, რომ ღამით შუქურად დარჩეს. და რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი იმის შესახებ, თუ რომელი ისტორიის მოსმენა გსურთ შემდეგ. იქნება ეს კოსმოსის საიდუმლოებები თუ შორეული კონტინენტების ლეგენდები. ახლა კი მოკალათდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. დავიწყოთ მსოფლიოს საოცრებების კონცეფციით. რატომ ზუსტად 7? ამ რიცხვს ძველ საბერძნეთსა და ახლო აღმოსავლეთში წმინდა მნიშვნელობა ჰქონდა. 7 პლანეტა, კვირის 7 დღე. სიიდია ერთ ღამეში არ გაჩენილა. პირიქით, ეს იყო ბერძენი მოგზაურებისა და ისტორიკოსების, როგორიცაა ჰეროდოტე და კირენელი კალიმაქეს ჩანაწერების ევოლუცია, რომლებსაც სურდათ შეექმნათ ერთგვარი გზამკვლევი მათი დროის ყველაზე შთამბეჭდავი სტრუქტურების, თეატრამატების, ანუ ყურადღების ღირსი სანახაობების შესახებ. დროთა განმავლობაში, ეს სიები კრისტალიზდა და გახდა ის კანონი, რომელიც დღეს ვიცით. ეს 7 ადგილი მოწმობს იმ ძალასა და მხატვრულობას, რომელმაც პიკს მიაღწია ანტიკურ ხანაში. და ამ 7-დან მხოლოდ ერთმა გაუძლო დროის, ომისა და სტიქიური უბედურებების შემოტევას. ეს სასწაული გიზას დიდი პირამიდაა, რომელიც ხეოფსის პირამიდის სახელითაა ცნობილი. ის იქ, გიზას პლატოზე, 4,500 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დგას. ეს უძველესი საოცრებაა და ერთადერთი, რომელიც დღემდე შემორჩა. წარმოიდგინეთ, როდესაც ძველი ბერძნები თავიანთ სიებს ადგენდნენ, პირამიდა უკვე უძველესი, თითქმის მითიური ნაგებობა იყო, მათთვის ისეთივე ძველი, როგორც რომის იმპერია ჩვენთვის. მხოლოდ ეს გაცნობიერება დროის მასშტაბის თავბრუდამხვევ შეგრძნებას უნდა გიქმნიდეთ. ხეოფსის პირამიდა ფარაონ ხეოფსის საფლავად აშენდა ძველი სამეფოს მეოთხე დინასტიის დროს. მისი მასშტაბები თითქმის გაუგებარია ისეთი გონებისთვის, ვინც ასეთ დიდებულებას არ იცნობს. თავდაპირველად, მისი სიმაღლე დაახლოებით 146 მეტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის ოდნავ დაბალია მოსაპირკეთებელი ქვების დაკარგვის გამო, ის პლანეტაზე ყველაზე მაღალ ხელოვნურ ნაგებობად რჩებოდა თითქმის 4000 წლის განმავლობაში, სანამ ლინკოლნის ტაძარი არ აშენდა მე-14 საუკუნეში. განვიხილოთ, თუ როგორ აშენდა იგი. თანამედროვე შეფასებით, გამოყენებული იქნა 2 მილიონზე მეტი ქვის ბლოკი, რომელთაგან თითოეული საშუალოდ 2,5 ტონას იწონიდა. შიდა კამერებში გამოყენებული ზოგიერთი გრანიტის ბლოკი 50 ტონას იწონიდა. და ეს ყველაფერი რკინის ხელსაწყოების, ბორბლებიანი ტრანსპორტის ან თანამედროვე ამწეების დახმარების გარეშე გაკეთდა. მხოლოდ ადამიანური ძალის, დახრილი ჯებირების, თოკების და შესაძლოა გეომეტრიისა და ასტრონომიის ღრმა ცოდნის გარეშე. თითოეული ბლოკი ისეთი სიზუსტით იყო მოჭრილი და დამონტაჟებული, რომ ზოგიერთ შეერთებას შორის დანის პირის მოთავსება დღემდე შეუძლებელია. დასრულების შემდეგ, პირამიდა დაფარული იყო გლუად გაფრიალებული თეთრი კირქვის გარსით, რომელიც მზეზე კაშკაშა ბრწყინავდა და მის სხივებს ირეკლავდა. თავზე დამონტაჟდა პირამიდიონი, შესაძლოა მოოქროვილი, რაც მას უდაბნოში ნამდვილ შუქურად აქცევდა. ახლა მხოლოდ ნაგებობის ბირთვს ვხედავთ, მაგრამ მასაც კი უდავო მონუმენტური სახე აქვს. შიგნით ატმოსფერო იცვლება. ვიწრო, დაბალი გასასვლელები მეფის პალატამდე,
დედოფლის პალატამდე და ეგრეთ წოდებულ დიდ გალერეამდე მიდის წარმოუდგენლად მაღალი და გრძელი დახრილი გასასვლელი. მეფის პალატაში დგომისას თავისი ცარიელი წითელი გრანიტის სარკოფაგით თქვენ არა მხოლოდ ისტორიას, არამედ წარმოუდგენელ სიჩუმეს გრძნობთ, რომელიც გარე სამყაროს ხმებს შთანთქავს. ეს არის ადგილი, რომელიც მარადისობისთვისაა აგებული, რათა ფარაონის სხეული და მისიკა, სასიცოცხლო ძალა, დაიცვა სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში მოგზაურობისთვის. გიზას დიდი პირამიდის საიდუმლო არა მხოლოდ მისი აგების წესშია, არამედ მის ზუსტ განლაგებაშიც. მისი გვერდები თითქმის იდეალურად არის გასწორებული კარდინალურ მიმართულებებთან ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი შეცდომის საოცრად მცირე ზღვრით. ძველი ეგვიპტელებისთვის ეს არ იყო მარტივი საინჟინრო მიღწევა. ეს იყო კოსმოლოგიური კავშირი, რომელიც აფუძნებდა მათ შეხედულებებს ვარსკვლავების, ღმერთების და სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ უძველესი მოგზაური პირველად ხედავს მას, როდესაც მისი თეთრი გარსი ჯერ კიდევ ანათებს. ცა სუფთაა, ქვიშაოქროსფერია და ამ ყველაფრის შუაგულში რაღაც იმალება, რაც როგორც ჩანს, არა ადამიანის ხელით შექმნილია, არამედ თავად ღმერთების შექმნილი. ეს პირამიდა იყო პირველი, ყველაზე გამძლე და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი საოცრება უძველესი სიიდან, რაც ჩვენი დღევანდელი ლექციის დასაწყისს აღნიშნავს. ჩვენ ვტოვებთ ეგვიპტის მშრალ, ცხელ ქვიშებს. ჩვენს გონებაში უკვე აღმოსავლეთისკენ მივდივართ, შემდეგ უფრო წარმავალ საოცრებაზე, რომელიც ჯერ კიდევ იწვევს დებატებს ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს შორის. მაგრამ ამაზე მეც ჩვენი მშვიდი ღამის მოგზაურობის შემდეგ ნაწილში მოგიყვებით. ჩვენ მივატოვეთ გიზას ქვის გიგანტის მონუმენტური და უდავო ფაქტები და ახლა გადავდივართ სამყაროში, სადაც ისტორია ლეგენდას ერწყმის, ხოლო ინჟინერია პოეზიას. ჩვენი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში მიგვიყვანს, ძველი ბაბილონის კედლებთან, სადაც, სავარაუდოდ, ბაბილონის ჩამოკიდებული ბაღები იდგა. ეს, ალბათ, ყველა უძველესი საოცრებიდან ყველაზე იდუმალია და დღემდე ის უფრო ლამაზ მითად რჩება, ვიდრე დადასტურებულ არქეოლოგიურ ფაქტად. წარმოიდგინეთ მესოპოტამიის ცხელი, მშრალი კლიმატი, სადაც ყავისფერი და ოქროსფერი ელფერები დომინირებს ლანდშაფტზე. ახლა წარმოიდგინეთ ოაზისი ამ არიდულ გარემოში, მწვანე მთა, რომელიც ქალაქის კედლებს მაღლა დგას, ყვავილებით, ხეებითა და ნაკადულებით, რომლებიც ტერასებიდან მოედინება. ეს სიტყვასიტყვით ჩამოკიდებული ბაღები არ იყო, არამედ ბაღები, რომლებიც მრავალდონიან სტრუქტურებზე იყო გამოწეული ან ჩამოკიდებული, რაც ჰაერში მოტივტივე ბრწყინვალების შთაბეჭდილებას ქმნიდა. ისეთი კლასიკური აღწერილობების თანახმად, რომლებიც ისეთი ისტორიკოსების მიერ არის შემორჩენილი, როგორებიც არიან დიოდორე სიცილიელი და კვინტუს კურციუს რუფუსი, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ ფერმ დაახლოებით ძუ. 600 წელს ააშენა. რომანტიკული ლეგენდის თანახმად, მან ისინი თავისი მიდიელი ცოლისთვის, დედოფალ ამიტიდისთვის ააშენა, რომელსაც სამშობლოს მწვანე ბორცვების წყუროდა და არა ბაბილონის ბრტყელი ვაკეები. ეს არის ლამაზი ისტორია, სიყვარულის არქიტექტურული გამოხატულება, რომელსაც შეუძლია ლანდშაფტის გარდაქმნა. თუმცა მრავალი სასწაულებრივი ისტორიის მსგავსად, ის მოითხოვს ფრთხილად წყნარ გამოძიებას. ამ პროექტის მასშტაბები, თუ ის ნამდვილად არსებობდა ისე, როგორც აღწერილია, გასაოცარი იქნებოდა. ბაღები, სავარაუდოდ, ქვის ტერასების სერიისგან შედგებოდა, რომლებიც გიგანტურ საფეხურებს ან ზიგურათს ჰგავდა და სიმაღლეში თანამედროვე მრავალსართულიან შენობას შეედრებოდა. ეს ტერასები წარმოუდგენლად მტკიცე უნდა ყოფილიყო, რათა არა მხოლოდ თავად სტრუქტურის წონა, არამედ ტონობით ნიადაგი და დიდი ხეები გაეძლო. წარმოიდგინეთ, რა საინჟინრო გადაწყვეტილებები იყო საჭირო ქვის პლატფორმების დატვირთვის ქვეშ ჩამოხრჩობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ყველაზე მომხიბვლელი და რთული ასპექტი ირიგაცია. ბაბილონი ცხელ რეგიონში მდებარეობს. ასეთ სიმაღლეზე აყვავებული მცენარეულობის შენარჩუნებას წყლის უზარმაზარი ყოველდღიური მარაგი სჭირდებოდა. ეს წყალი, სავარაუდოდ, ახლომდებარე ევფრატის მდინარედან მოიპოვებოდა. უძველესი ტექსტები რაიმე სახის მექანიკური მოწყობილობის გამოყენებაზე მიუთითებს, შესაძლოა, ცხოველების მიერ გამოკაჩული ვედროების ჯაჭვი, ან თუნდაც არქიმედეს ხრახნის მსგავსი რთული ხრახნიანი მექანიზმი. ეს მექანიზმი წყალს უმაღლეს დონეზე აწევდა, საიდანაც შემდეგ, გრავიტაციის გამოყენებით,
ქვემოთ მდებარე ყველა ტერასას კვებავდა, რაც სასურველ ეფექტს ქმნიდა. როდესაც ამ სურათში ვიძირებით, გრძნობთ ნესტიან გრილ ჰაერს, რომელიც სავსეა უხილავი ყვავილებისა და ხილის სურნელით, სრულიად უცხო უდაბნოს გარემოსთვის. დახუჩეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეს ადგილი. ქვემოთ ხმაურიანი, თიხის აგურით ნაგები, ჭუჭყიანი ქალაქი ბაბილონი, ხოლო ზემოთ მცურავი სამოთხე მეფის ძალაუფლების, სიმდიდრისა და ტექნოლოგიური უპირატესობის სიმბოლო. ეს არ იყო მხოლოდ დეკორაცია. ეს იყო განცხადება. მაგრამ რატომ არის არქეოლოგიური მტკიცებულებები ასეთი ძნელად ამოსაცნობი? ეს არის მთავარი საიდუმლო. ბაბილონი ფართოდ არის გათხრილი, მაგრამ ამ ბაღების არცერთი კონკრეტული, დამაჯერებელი კვალი არ არის ნაპოვნი, რომელიც შეესაბამება უძველეს აღწერილობას. ამან რამდენიმე თეორია წარმოშვა. პირველ რიგში შესაძლოა, ბაღები მთლიანად განადგურებულიყო და წალეკადრომ და ევფრატის გასწვრივ ხშირად მომხდარმა წყალდიდობებმა. ქვის ტერასები შესაძლოა სხვა ნაგებობების ასაშენებლად დაშლილიყო, რადგან ბაბილონი თავისი აყვავების პერიოდის შემდეგ არაერთხელ ნადგურდებოდა და ხელახლა აშენდებოდა. მეორეც, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბაღები არა ბაბილონში, არამედ გაცილებით ჩრდილოეთით, ასურეთის ქალაქ ნინევეში მდებარეობდა. ისტორიკოსები, რომლებიც მათ შესახებ წერდნენ, ხშირად ურევდნენ ან ურევდნენ გეოგრაფიას, ხოლო ასურეთის მეფე სინახერიბი მართლაც ამაყობდა შთამბეჭდავი სარწყავი სისტემით. ეს ცვლის მდებარეობას, მაგრამ არ უარყოფს ამ წარმოუდგენელი საინჟინრო საოცრების არსებობას. მესამე და ეს ყველაზე რომანტიკული თეორია, შესაძლოა, ბაღები იმდენად უნიკალური ყოფილიყო, რომ მათი რეალობა მითისგან განურჩეველი გახდა. შესაძლოა, ისინი ზომით უფრო პატარა იყვნენ, ვიდრე აღწერილი იყო, მაგრამ მათმა სილამაზემ და საინჟინრო უნიკალურობამ თანამედროვეები აიძულა. ისინი მონუმენტურ რამედ გადაექციათ. მათი ზუსტი ადგილმდებარეობისა და ბედის მიუხედავად, ჩამოკიდებული ბაღები კვლავ ძლიერ სიმბოლოდ რჩება, ბუნების დაძლევის, ხელოვნური სამოთხის შექმნის ოცნებად. ისინი ადამიანის ფუფუნებისა და სილამაზისკენ სწრაფვაზე საუბრობენ, თუნდაც ყველაზე მკაცრ პირობებში. ისინი წარმოადგენდნენ სასწაულს, რომელიც გადარჩენისთვის მუდმივ, ყოველდღიურ შრომას მოითხოვდა. უძრავი, თვითქმარი პირამიდისგან განსხვავებით, ბაღები მყიფე, ცოცხალი ნაგებობა იყო, რომელიც მოვლას საჭიროებდა. სწორედ ეს დროებითობა და მუდმივი განახლების საჭიროება აქცევს მათ ანტიკურობის ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ და წარმავალ საოცრებად. ფოთლების რბილი შრიალი, რომელიც შესაძლოა არასდროს არსებობდა, გვაძინებს. ჩვენ ვტოვებთ ბაბილონის ცხელ, იდუმალ მიწებს და კლასიკური ბერძნული ცივილიზაციის გულში გადავდივართ. იქ იდეალიზმისა და ღვთაებრივი დიდებულების განსახიერება გველოდება. ბაბილონის ლეგენდარული, თითქმის მოჩვენებითი ბაღების დატოვების შემდეგ, ჩვენ ხმელთაშუა ზღვას გადავცურავთ და პირდაპირ ძველი საბერძნეთის ოქროს ხანაში აღმოვჩნდებით. ჩვენ ოლიმპიაში ვჩერდებით, არა დედაქალაქში, არამედ წმინდა ადგილას, სადაც ოლიმპიური თამაშები დაიბადა. ეს უბრალოდ შეჯიბრებების ადგილად მეტი იყო. ეს იყო რელიგიური ცენტრი, რომელიც უზენაეს ღმერთს, ღმერთების მეფეს, ზევსს ეძღვნებოდა. სწორედ აქ იდგა უძველესი საოცრებებიდან მესამე, ზევსის ქანდაკება. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც რელიგია ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო. ოლიმპიაში ზევსის ტაძარი თავისთავად შთამბეჭდავი დორიული ნაგებობა იყო. მაგრამ რაც ნამდვილად აოცებდა ვიზიტორებს, ის იყო, რაც შიგნით იმალებოდა. დაახლოებით ძო. 425 წელს, თავისი დროის უდიდესმა მოქანდაკემ, ფიდიასმა, შექმნა ეს კოლოსალური ქანდაკება. ეს უბრალოდ ხელოვნების ნიმუშზე მეტი იყო. ეს იყო ღვთაებრივი ძალისა და დიდებულების განსახიერება. ქანდაკების ზომები განსაცვიფრებელი იყო. მისი სიმაღლე დაახლოებით 12 მეტრია. ზევსი ტახტზე იჯდა, მაგრამ მისი თავი თითქმის ტაძრის ჭერს ეხებოდა. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი ხუმრობდა, რომ ზევსი რომ ამდგარიყო, სახურავს გატეხავდა. ეს დაუძლეველი დიდებულების განცდა, ღვთაებრივთან ეს სიახლოვე, დიზაინის ნაწილი იყო. მაგრამ ნამდვილი საოცრება ტექნიკასა და მასალებში იმალებოდა. ქანდაკება ქრიზელეფანტინისგან იყო დამზადებული, ანუ ოქროსა და სპილოს ძვლისგან. ზევსის კანი სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული,
დახვეწილად გაპრიალებული და ცოცხალი ხორცის ილუზიის შესაქმნელად შერწყმული. ღმერთის მოსასხამი, სანდლები და თმა ოქროთი იყო დაფარული. ქანდაკებაში გამოყენებული ოქროს საერთო რაოდენობა დაახლოებით 200 ტალანტად არის შეფასებული, უზარმაზარი საგანძური. ოქრო უბრალოდ არ იყო გამოყენებული. ის ოსტატურად იყო დამუშავებული თხელ ფირფიტებად. ინტერიერის კონსტრუქცია ხისგან იყო დამზადებული. ერთგვარი ჩონჩხი, რომელზეც ძვირფასი მასალები იყო მიმაგრებული. ფიდიას მიერ გამოყენებული ტექნიკა წარმოუდგენლად რთული იყო. სპილოს ძვალი მშრალ კლიმატში იბზარება. ამიტომ ქანდაკებას მუდმივი მოვლა სჭირდებოდა. ამბობენ, რომ ქურუმები ყოველდღიურად ზეითუნის ზეთით წმენდნენ ქანდაკებას სპილოს ძვლის შესანარჩუნებლად, ხოლო თავად ტაძარი აღჭურვილი იყო ღარების სპეციალური სისტემით ზეთის შესაგროვებლად და გამოსაცურად. წარმოიდგინეთ სუნი, გრილი ქვა, თბილი ზეთი, საქმეველი და მკრთალი შუქის ქვეშ მოელვარე ოქრო. ზევსის ქანდაკება თავად ღირსებითა და სიმშვიდით იყო გაჟღენთილი და არა ველური მრისხანებით. ერთ ხელში მას არწივით გამოსახული კვერთხი ეჭირა, მისი ძალაუფლების სიმბოლო. მეორეში კი ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, პატარა ქანდაკება. მისი სახე, როგორც თანამედროვეები აღწერდნენ, წარმოუდგენელი კეთილშობილებისა და წყალობის გამომხატველი იყო. ტაძარში შესული ვიზიტორები ამ განსაცვიფრებელი ფიგურის წინაშე სრულიად უმნიშვნელოდ გრძნობდნენ თავს. ბევრისთვის ეს მათი რელიგიური გამოცდილების მწვერვალი იყო. ზევსის ქანდაკებას უდიდესი კულტურული და მხატვრული გავლენა ჰქონდა. ის ბერძნულ და შემდგომ რომაულ ხელოვნებაში ღმერთების გამოსახულების მოდელად იქცა. მის გარშემო არსებული თაყვანისცემა და ფიდიას მიერ მოტანილი პოპულარობა ოლიმპიას იმ დროის ყველა მომლოცველისა და ტურისტისთვის აუცილებლად სანახავ ადგილად აქცევდა. ამ საოცრების სანახავად ხალხი მთელი უძველესი სამყაროდან მოდიოდა. სამწუხაროდ, დრო ამ ღვთაებრივი ქმნილების მიმართ კეთილგანწყობილი არ ყოფილა. ქანდაკება დაახლოებით 800 წლის განმავლობაში იდგა. ტაძარი და თავად ქანდაკება გადაურჩა ბერძნული დამოუკიდებლობის დაცემას და რომის იმპერიის აღზევებას, რადგან მას რომაელები სცემდნენ თაყვანს, რომლებიც ზევს იუპიტერთან აიგივებდნენ. მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებასთან და წარმართული კულტების აკრძალვასთან ერთად მეოთხე საუკუნეში ქანდაკების ბედი გადაწყდა. მისი განადგურების ზუსტი გარემოებები დებატების საგანია და დღემდე ტრაგიკულ საიდუმლოდ რჩება. ერთი ვერსიით, ქანდაკება კონსტანტინოპოლში, თანამედროვე სტამბოლი, დაახლოებით 425 წელს გადაიტანეს, სადაც ის მდიდარ კოლექციონერს ეკუთვნოდა. იქ, სავარაუდოდ, 475 წელს სასახლის ხანძრის დროს დაიცვა. ეს ვერსია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გადატანის შემდეგაც კი, ის წარმოუდგენელი ღირებულების მქონე ობიექტად რჩებოდა. კიდევ ერთი, უფრო მელანქოლიური ვერსიით, ქანდაკება უბრალოდ ოლიმპიაში ცარიელ ტაძარში მიატოვეს, სადაც საბოლოოდ მიწისძვრა მან ხანძარმა გაანადგურა. როგორც არ უნდა იყოს, ზევსის ქანდაკებიდან მხოლოდ ძველ მონეტებზე აღწერილობები და პატარა გამოსახულებები დარჩა. მისი ოქრო გადნა, სპილოს ძვალი მტვრად იქცა, ხოლო ხის ძირი დალპა. თვალებს ვხუჭავთ და ვცდილობთ, მეხსიერებაში შევინარჩუნოთ ამ ბრწყინვალე, დიდებული ღვთაების ხატება, რომელიც ოდესღაც ტაძრის სივრცეს ავსებდა და მსოფლიოს სიმშვიდისა და ძალაუფლების განცდას სცემდა. ეს იყო სასწაული, რომლის კოპირება ან გამეორება შეუძლებელი იყო. ეს იყო მხატვრული და რელიგიური სრულყოფილების უნიკალური განსახიერება. ჩვენ ვტოვებთ მიტოვებული ოლიმპიის სიჩუმეს და მივემართებით შემდეგი ტაძრისკენ, რომელიც ცნობილია თავისი ბრწყინვალებითა და განადგურების ტრაგიკული ისტორიით. ჩვენ ვტოვებთ ოლიმპიის წმინდა, მაგრამ ახლა ცარიელ დარბაზებს და აღმოსავლეთისკენ მივემგზავრებით ეფესოს აყვავებულ საპორტო ქალაქამდე, რომელიც მდებარეობს მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე თურქეთში. ეფესო იყო ვაჭრობისა და კულტურის კოსმოპოლიტური ცენტრი, მაგრამ მისი გვირგვინი, მეოთხე ჩვენს საოცრებათა სიაში, არტემიდას ტაძარი იყო. ეს საოცრება, ალბათ, ყველაზე არქიტექტურულად დიდებული და ყველაზე დიდსულოვანი იყო. არტემიდა, ანუ რომაელებისთვის დიანა, ნადირობის, ველური ბუნებისა და მთვარის ქალღმერთი იყო, მაგრამ ეფესოში მას ნაყოფიერების ქალღმერთად სცემდნენ თაყვანს და მისი კულტი წარმოუდგენლად პოპულარული და მდიდრული იყო. ამ ადგილას რამდენიმე ტაძარი ერთმანეთის მიყოლებით იდგა, თითოეული უფრო დიდი და მდიდრული, ვიდრე წინა,
რადგან ქალაქის მაცხოვრებლები ყოველთვის ცდილობდნენ საკუთარი თავის აღმატებას თავიანთი პატივისცემით. ტაძარი, რომელიც საოცრებების კანონიკურ სიაშია შეტანილი, აშენდა დაახლოებით წ. 550 წელს და ცნობილი იყო თავისი კოლოსალური ზომით. ის დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა ათენის პართენონს. მისი ზომები, როგორც ამბობენ, დაახლოებით 115 მეტრის სიგრძისა და 55 მეტრის სიგანის იყო. თუმცა ის, რაც მას ნამდვილად გამორჩეულს ხდიდა, მისი სვეტებიანი ტყე იყო. წარმოიდგინეთ, ტაძრის პერიმეტრზე 100 მეტი მარმარილოს სვეტი იდგა, რომელთაგან თითოეული თითქმის 18 მეტრს აღწევდა სიმაღლეში. ზოგიერთი სვეტის ქვედა ნაწილები ოსტატურად იყო მორთული ისეთი ცნობილი მოქანდაკეების, როგორებიც არიან სკოპასი და პრაქსიტელი მიერ შექმნილი რელიეფებით. ეს სვეტები უბრალოდ საყრდენებზე მეტი იყო. ისინი ხელოვნების ნიმუშები იყვნენ, რომლებიც მოწესრიგებულ რიგებში იდგა და ცისკენ იყო მიმართული. შესვლისთანავე სტუმრებს, სავარაუდოდ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს წარმოუდგენელი ფუფუნებისა და სინათლის საკურთხეველში იმყოფებოდნენ. შიგნით იდგა ეფესოს არტემიდას კულტის ქანდაკება, რომელიც ხშირად გამოსახული იყო მრავალი მკერდით ან კვერცხით ნაყოფიერების სიმბოლოებით, დაფარული ძვირფასი ლითონებითა და ქვებით. ტაძარი არა მხოლოდ რელიგიური ცენტრის, არამედ ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციასაც ასრულებდა, ერთგვარი წმინდა ბანკის ფუნქციასაც, სადაც ვაჭრებსა და მეფეებს შეეძლოთ თავიანთი სიმდიდრის შენახვა ქალღმერთის მფარველობით. სამწუხაროდ, ტაძრის ბრწყინვალებას ადამიანური ამაოება და ცეცხლის დამანგრეველი ძალა არღვევდა. პირველი დიდი კატასტროფა ძ. 356 წელს მოხდა, ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ღამეს. ტაძარი ჰეროსტრატეს სახელობის კაცმა დააცვა. მისი მოტივი არც პოლიტიკური იყო და არც რელიგიური. მას მარადიული დიდების მიღწევა სურდა. მას ესმოდა, რომ უბრალო ადამიანისთვის ისტორიის შექმნის ერთადერთი გზა ისეთი საზარელი ქმედების ჩადენა იყო, რომ მას დაამახსოვრდებოდა. ამბობენ, რომ ეფესოს მოქალაქეებმა, თავიანთი აღშფოთებით, გამოსცეს ბრძანებულება, რომელიც გრძალავდა მისი სახელის ხსენებას, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს ბრძანებულება არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. მისი ისტორია ტაძრის ისტორიისგან უყოფელ, თუმცა სამარცხვინო ნაწილად იქცა. ამ განადგურების შემდეგ, ეფესო, ალექსანდრე მაკედონელის მხარდაჭერით, რომელმაც რესტავრაციის დაფინანსება შესთავაზა, მაგრამ ამაყმა მოქალაქეებმა უარი თქვეს, დაუყოვნებლივ დაიწყო აღდგენა. ახალი, კიდევ უფრო დიდებული ტაძარი, რომელზეც ვსაუბრობთ, დასრულდა და მან განაგრძო თავისი როლი, როგორც კულტის ცენტრი. მაგრამ ბედი კვლავ სასტიკი აღმოჩნდა. 262 წელს გოთური თარეშის დროს ტაძარი გაძარცვეს და კვლავ განადგურდნენ. ამჯერად განადგურება უფრო სრული იყო. რომის იმპერიის აღზევებისა და ქრისტიანობის შემდგომი გავრცელების შედეგად, არტემიდას წარმართული კულტი ჩაქრობას იწყებდა. მე-5 საუკუნისთვის დიდი ტაძრის დარჩენილი ნაწილი საბოლოოდ დაინგრა. მისი ქვები და სვეტები შესაძლოა, მისი ცნობილი მარმარილოც კი, ადგილობრივი ეკლესიებისა და სხვა ქალაქის ნაგებობების ასაშენებლად გამოიყენეს. ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი დიდებული სვეტი, რომელიც, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძარში აღმოჩნდა, სიმბოლური აქტია, ერთი დიდი შენობის ფერფლი მეორის მასალად იქცა. დღეს არტემიდას ტაძრის ადგილას მხოლოდ ერთი აღდგენილი სვეტია შემორჩენილი. ის მარტო დგას, ჭაობიან ლანდშაფტში თავისი ყოფილი დიდების ჩუმი მოწმე. მისი ყურებისას მხოლოდ თვალების დახუჭვა და ამ ადგილას მარმარილოს ტყის წარმოსახვის მცდელობა შეგვიძლია. ჰაერის სავსეა ლოცვების ხმებით, დიდრული სამოსის შრიალითა და ხმელთაშუა ზღვიდან ჩამოტანილი საჩუქრებით. მსოფლიოს ეს საოცრება გვესაუბრება სიდიადისა და დაცემის ციკლზე, ამაოებაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება დედამიწის პირიდან წაიშალოს ადამიანის ყველაზე მონუმენტური ქმნილებებიც კი წამიერი დიდებისკენ სწრაფვის ან ცვალებადი რწმენების შემოტევის გამო. ღრმად ვსუნთქავთ, გრძნობთ ეფესოს უძველესი ჭაობების ნესტიანობას და მივდივართ წინ. ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილია საფლავი, რომელიც აგებულია არა მხოლოდ როგორც ძეგლი, არამედ როგორც სიყვარულისა და ძალაუფლების მარადიული გამოხატულება. არტემიდას ხანძრისგან განადგურებული ტაძრიდან მოგზაურობა იმავე რეგიონში, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მიგვიყვანს,
სადაც ჰალიკარნასის ქალაქში დღევანდელი ბოდრუმი, თურქეთი მსოფლიოს მეხუთე საოცრება იდგა, მავზოლეუმი. ამ ნაგებობამ არა მხოლოდ თანამედროვეთა წარმოსახვა მიიპყრო, არამედ თავისი სახელი დაარქვა შემდგომი ეპოქების ყველა მონუმენტურ სამარხს. თავად სიტყვა მავზოლეუმი მომდინარეობს იმ ადამიანის სახელიდან, ვისთვისაც ის აშენდა, მეფე მავზოლეუმი. მავზოლეუმის ისტორია ვნებიანი სიყვარულის, მოჩვენებითი ფუფუნებისა და პოლიტიკური ამაოების ისტორიაა. მავზოლეუმი კარიის მმართველი, სატრაპი იყო, რომელიც სპარსეთის იმპერიის დროს მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობდა. ის ცნობილი იყო, როგორც ბრძენი, მაგრამ დესპოტი მმართველი, რომელმაც დედაქალაქი ჰალიკარნასში გადაიტანა და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ის ეგეოსის რეგიონის ყველაზე დიდებულ ქალაქად ექცია. მან ცოლად შეირთო თავისი და არტემიზია ფეშ, როგორც ეს ჩვეულებრივ იყო ჰეკატომნიდების დინასტიაში, რომელსაც ის ეკუთვნოდა. მავზოლეუმის მშენებლობა მავზოლეუმის სიცოცხლეში დაახლოებით ძუ. 367 წელს დაიწყო, მაგრამ როდესაც ის ძუ. 353 წელს გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა, არტემისიამ, საკუთარ თავზე აიღო ამ გრანდიოზული პროექტის დასრულება. ამბობენ, რომ მისი მწუხარება იმდენად ღრმა იყო, რომ მან ბრძანა, ქვის ფერფლი წყალსა და არომატულ ნივთიერებებში შეერიათ და მოეხმარათ, რათა მავზოლეუმისთვის ცოცხალი საფლავი გამხდარიყო. ის სულ რაღაც 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა, სანამ საფლავი სრულად დასრულდებოდა. თუმცა მის მიერ დაქირავებული ხელოსნები იმდენად შთაგონებულნი იყვნენ პროექტის მასშტაბითა და სილამაზით, რომ განაგრძეს მუშაობა და მას საკუთარი ხელოვნების ძეგლად თვლიდნენ. მავზოლეუმის სიმაღლე შთამბეჭდავი 45 მეტრი იყო. ის წარმოადგენდა არქიტექტურული სტილების უნიკალურ შერწყმას. მასიური ლიკიური პლინთი, ბერძნული კოლონადა, პტერონი და ეგვიპტური საფეხურებიანი პირამიდული სახურავი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეს ნაზავი ასახავდა იმდროინდელ კარიას კულტურულ გარემოს. წარმოიდგინეთ ეს სამსართულიანი ნაგებობა. ქვედა იარუსი წარმოადგენს მარმარილოთი მოპირკეთებულ მასიურ მართკუთხა პლინთუსს. მისი კედლები დაფარული იყო წარმოუდგენელი სკულპტურული რელიეფებით, რომლებიც ასახავდა ბერძნული მითოლოგიის სცენებს, როგორიცაა ამაზონების ბრძოლა, რომელიც შექმნილი იყო იმ დროის 4 უდიდესი მოქანდაკის, სკოპას, ლეოქარესის, ბრიაქსისის და ტიმოთეოსის მიერ. სწორედ მათი ოსტატობა, მარმარილოსთვის სიცოცხლის შთაბერვის უნარი აქცევდა მავზოლეუმს არა მხოლოდ სამარხად, არამედ შედევრად. პლინთუსზე მაღლა იდგა მეორე იარუსი, პორტიკი 36 მოხდენილი იონური სვეტით, რომელიც სამარხს აკრავდა გარს. და ბოლოს სახურავზე იდგა 24 ტერასისგან შემდგარი საფეხურებიანი პირამიდა, რომელსაც გვირგვინს უქმნიდა წარმოუდგენელი აკროტერიონი, მარმარილოს კვადრიგა, 4 ცხენის მიერ შებმული ეტლი, რომელსაც თავად მავსოლესისა და არტემიზიას ქანდაკებები მართავდა. ამრიგად, მეფე და დედოფალი თავიანთი მარადიული სახლის მწვერვალზე ლივლივებდნენ. თითქოს ახლახან ჩამოსულიყვნენ 64-დან ან იქ წასვლას აპირებდნენ. ეს მავზოლეუმი სიკვდილის მონუმენტზე მეტი იყო. ეს იყო ჰეკატომნიდების დინასტიის ძლევამოსილების მონუმენტური გამოხატულება. იგი შექმნილი იყო შიშის გამოწვევისა და მათი ძალაუფლების მუდმივი დასტურად. მრავალი სხვა საოცრებისგან განსხვავებით, მავზოლეუმი საოცრად დიდხანს იდგა, დაახლოებით 16 საუკუნე. მან ალექსანდრე მაკედონელს, რომის იმპერიასა და ქრისტიანობის მოსვლას გადაურჩა, თანდათანობით დაზიანდა, მაგრამ ცნობა დღისშესანიშნაობად დარჩა. მისი საბოლოო განადგურება არა დამპყრობლების, არამედ ქერცე საუკუნეებს შორის მომხდარი მიწისძვრების სერიის შედეგად მოხდა. განადგურების საბოლოო და ყველაზე ტრაგიკული აქტი ადამიანებმა ჩაიდინეს. საუკუნეში ჰოსპიტალიერ რაინდებმა, რომლებიც ჰალიკარნასში ცხოვრობდნენ და წმინდა პეტრეს ციხესიმაგრეს, ახლანდელი ბოდრუმის ციხე, აშენებდნენ, მავზოლეუმის ნანგრევები დაანგრიეს და მისი ბრწყინვალე მარმარილოს ბლოკები და სკულპტურული ფრაგმენტები სამშენებლო მასალად გამოიყენეს კედლების გასამაგრებლად. თანამედროვე წყაროები აღწერენ, თუ როგორ იპოვეს რაინდებმა ხელუხლებელი სამარხები და სარკოფაგები, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს და ყურადღება ქვებზე გაამახვილეს. სწორედ რაინდების წყალობით ვიცით ამ საოცრების შესახებ, რადგან მათ დატოვეს თავიანთი აღმოჩენების დეტალური ჩანაწერები. საბედნიეროდ, მოგვიანებით გადარჩა სკულპტურული დეკორაციები და მავსოლუსისა და არტემიზიას ქანდაკებები და ამჟამად ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული,
რაც საშუალებას გვაძლევს აღფრთოვანებული ვიყოთ უძველესი მოქანდაკეების ოსტატობით. ჩვენ ვტოვებთ ჰალიკარნასის ნანგრევებს, სადაც თანამედროვე ბოდრუმის ქვეშ ამ გრანდიოზული ძეგლის საფუძველია, რომელმაც მსოფლიოს ახალი სიტყვა მისცა დიდებული საფლავის აღსანიშნავად. მავზოლეუმი გვეუბნება, თუ როგორ შეუძლია მონუმენტურ არქიტექტურას უკვდავყოს ადამიანის სახელი და სიყვარული, მაშინაც კი, როდესაც თავად თქვა მტრად იქცევა. აქედან ჩვენი გზა ტრიუმფისა და ძალაუფლების კიდევ ერთ სიმბოლომდე მიდის, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს გიგანტამდე, რომელიც ნავსადგურის შესასვლელთან დგას. ჩვენ ვტოვებთ მცირე აზიის მიწებს და დასავლეთისკენ, ეგეოსის ზღვის გავლით, როდოსის კუნძულისკენ მივდივართ. სწორედ აქ, აყვავებული ნავსადგურის შესასვლელთან, იდგა მსოფლიოს უძველესი საოცრებებიდან მეექვსე, როდოსის კოლოსი. ეს არც ტაძარი იყო და არც საფლავი, არამედ მონუმენტური ქანდაკება, რომელიც შეიქმნა თავისუფლების, სიმტკიცისა და გამარჯვების სიმბოლოდ. კოლოსის ისტორია იწყება დრამატული მოვლენით, როდოსის ალყა-ძუ. 305 წელს. როდოსელებმა უარი თქვეს ანტიგონეთ ცალთვალასთვის, ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი დიადოქოსისთვის მემკვიდრე ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერაზე. ანტიგონეს ვაჟმა, დემეტრიუს პოლიორკეტესმა, ქალაქების ალყაშემორტყმულმა, კუნძულის ერთწლიანი ალყა დაიწყო, თავისი დროის ყველაზე მოწინავე ალყის მანქანების გამოყენებით, მათ შორის ჰელეპოლისის სახელით ცნობილი კოლოსალური ალყის კოშკის გამოყენებით. როდოსელებმა გაუძლეს. ალყა მოიხსნა სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ და დემეტრიუსმა კუნძულზე დატოვა მთელი თავისი უზარმაზარი სამხედრო აღჭურვილობა. როდოსელებმა გადაწყვიტეს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნა. მათ გაყიდეს დემეტრიოსის მიერ დატოვებული ყველა აღჭურვილობა და შემოსული თანხა გამოიყენეს თავიანთი მფარველის, მზის ღმერთის, ჰელიოსის პატივსაცემად ქანდაკების აღმართვისთვის. ეს იდეა ლისიპოსის მოსწავლემ, ლინდოსელმა მოქანდაკე ქარესმა განახორციელა და მშენებლობა 12 წელი გაგრძელდა და დაახლოებით ძუ. 280 წელს დასრულდა. როდოსის კოლოსი ბრინჯაოს გიგანტი იყო, რომლის სიმაღლე დაახლოებით 33 მეტრს აღწევდა, რაც მას ანტიკურ სამყაროში ყველაზე მაღალ ქანდაკებად აქცევდა. დღეს ეს შეიძლება დიდად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ იმდროინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს ინჟინერიის წარმოუდგენელი მიღწევა იყო. წარმოიდგინეთ მშენებლობის პროცესი. კოლოსი ღრუ იყო და, სავარაუდოდ, შიგნიდან გარეთ იყო აგებული. თავდაპირველად, აღმართეს ქვის ან რკინის ჩარჩო, რომელიც თანდათანობით ბრინჯაოს ფურცლებით დაიფარა. მშენებლებმა ქანდაკების გარშემო გამოიყენეს თიხის გალავანი ან სანაპირო, რომელიც თანდათან იზრდებოდა სიმაღლეში ქანდაკების ზრდასთან ერთად. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაპირი მოხსნეს, რამაც დიდებული ღმერთი გამოავლინა. გავრცელებული, მაგრამ არასწორი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, კოლოსი, სავარაუდოდ, ნავსადგურის შესასვლელთან ფართოდ გაშლილი ფეხებით არ იდგა, რაც გემებს მათ შორის გავლის საშუალებას მისცემდა. ასეთი სტრუქტურა წარმოუდგენლად რთული და არასტაბილური იქნებოდა. უფრო სავარაუდოა, რომ ის მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა, ერთი ან ორივე ფეხით ნავსადგურის ნაპირზე, ფეხებით შედარებით ახლოს. მისი პოზა შესაძლოა ჰელიოსისთვის ტრადიციული ყოფილიყო, ფეხზე მდგომი ფიგურა, შესაძლოა ხელით თვალებს მზისგან იცავდა, ან ჩირაღდანს ეჭირა, რომელიც შუქურის ფუნქციას ასრულებდა. კოლოსი როდოსის ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლო იყო, ასევე შესანიშნავი საინჟინრო მიღწევა. 54 წლის განმავლობაში, რაც ის იდგა, ის მთელი ეგეოსის ზღვის იმედისა და თავისუფლების შუქურა იყო. ნავსადგურში შესული მეზღვაურები, ალბათ, გაოცებულები იყვნენ მზეზე მოელვარე ამ კოლოსალური ფიგურის დანახვაზე. სამწუხაროდ, ამ საოცრებას სიაში ყველაზე ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა. ძო 226 წელს როდოს ძლიერი მიწისძვრა დაარტყა. კოლოსმა დარტყმას ვერ გაუძლო. ის მუხლებში გატყდა, აქედან გამომდინარეობს ფრაზა თიხის ფეხებიანი კოლოსი, თუმცა როდოსის კოლოსი, რა თქმა უნდა, ბრინჯაოსი იყო და მიწაზე ჩამოინგრა. მიწაზე მწოლიარე კოლოსის ნანგრევები შთამბეჭდავი იყო. ისტორიკოსი პლინიუს უფროსი წერდა, რომ მისი თითიც კი უმეტეს ქანდაკებებზე დიდი იყო. სახე და უზარმაზარი კიდურები, რომლებიც მიწაზე იყო მიმოფანტული,
ახალ ღირსშესანიშნაობად იქცა. ეგვიპტის მეფე პტოლემე ფერ-ევერგეტემ როდოსელებს ქანდაკების აღდგენისთვის თანხები შესთავაზა. თუმცა ორაკულთან კონსულტაციის შემდეგ, ალბათ იმ ცრურწმენის გამო, რომ მათ ჰელიოსი რატომღაც განაწყენეს და მიწისძვრა გამოიწვიეს, როდოსელებმა უარი თქვეს. ქანდაკება ნანგრევებად დარჩა ნავსადგურის სანაპიროზე თითქმის 9 საუკუნის განმავლობაში, 654 წლამდე. იმ წელს როდოსი არაბებმა ხალიფა მუავია-ის მეთაურობით დაიპყრეს. დამპყრობლებმა კოლოსის ნაშთები დაშალეს. ბრინჯაოს ფრაგმენტები ედესელი ვაჭარი გაიყიდა. ლეგენდის თანახმად, ამ წარმოუდგენელი რაოდენობის ლითონის გადასატანად 900 აქლემი იყო საჭირო. ეს იყო როდოსის კოლოსის საბოლოო, ტრაგიკული დასასრული და მისი ბრინჯაო, სავარაუდოდ, იარაღის ან მონეტების დასამზადებლად გაადნეს. ჩვენს გონებაში როდოსის სანაპიროზე ვდგავართ და ეგეოსის ზღვის ნიავს ვგრძნობთ. ჩვენს წინაშე არა ქანდაკებაა, არამედ მისი არყოფნა. კოლოსის ისტორია, მისი მოკლე, მაგრამ ცოცხალი არსებობა და მისი როლი, როგორც დაუმარცხებელი სულის სიმბოლო, მას ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ საოცრებად აქცევს. ამ სასწაულმა გვასწავლა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დაიკარგოს ადამიანის უდიდესი ქმნილება. ჩვენი მოგზაურობა უძველეს საოცრებებში დასასრულს უახლოვდება. რჩება საბოლოო, მეშვიდე საოცრება, რომელიც, კოლოსის მსგავსად, შუქურის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ გაცილებით პრაქტიკული გაგებით. ჩვენ ანტიკური ხანის უდიდესი ინტელექტუალური ცენტრისკენ მივემართებით. ჩვენი უძველესი 7 საოცრების ტური დასრულდება ჩვენი წყნარი გემით ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროსკენ, ეგვიპტეში ლეგენდარული ქალაქის, ალექსანდრიისკენ გავემართებით. თავად ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ეს ქალაქი ცოდნის შუქურად იქცა, ანტიკური ხანის უდიდესი ბიბლიოთეკის სამშობლოდ და ჩვენს სიაში ბოლო საოცრების, ალექსანდრიის შუქურის, ანუ ალექსანდრიის ფაროსის ადგილად. პირამიდისგან განსხვავებით, რომელიც სიკვდილის ძეგლი იყო, და ქანდაკებებისგან განსხვავებით, რომლებიც ღმერთებისა და გამარჯვებების ძეგლები იყო, ალექსანდრიის შუქურა პრაქტიკულობის, ინჟინერიისა და კომერციის ძეგლი იყო. ალექსანდრია მნიშვნელოვანი პორტი იყო და მისი ნავსადგური, თუმცა უზარმაზარი, სავსე იყო ნაპირებითა და საფრთხეებით. ამ დატვირთულ პორტში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველსაყოფად რაღაც არაჩვეულებრივი იყო საჭირო. შუქურის მშენებლობა პტოლემეოსის დინასტიის დამაარსებლის, პტოლემეოს ესოტერის დროს დაიწყო და მისი ვაჟი, პტოლემეოს ფილადელფოსი დაახლოებით წ. 280 წელს დაასრულა. ამ წარმოუდგენელი პროექტის ავტორად კნიდოსელი სოსტრატე ითვლება. შუქურა ფაროსის პატარა კუნძულზე აშენდა, რომელიც ალექსანდრიის მთავარი ნავსადგურის მოპირდაპირედ მდებარეობს. მისი სახელი ფაროსი შუქურების სინონიმი გახდა მრავალ ენაზე, მათ შორის ლათინურ ყრდ და ესპანურ ქოჩ. ალექსანდრიის შუქურის სიმაღლე მუდმივი დებატების საგანია, მაგრამ უმეტესი შეფასებით, ის 100-დან 130 მეტრამდეა. თუ უფრო მაღალი შეფასება მიღებულია, ეს მას ოდესმე აშენებულ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნაგებობად აქცევს, მეორე ადგილზე მხოლოდ გიზას დიდ პირამიდას. სტრუქტურულად, შუქურა საინჟინრო საოცრებას წარმოადგენდა. იგი 3 განსხვავებული იარუსისგან შედგებოდა, რომლებიც თანდათანობით ვიწროვდებოდა ზედა ნაწილისკენ. ქვედა იარუსი ფართო და კვადრატული გეგმით იყო და, სავარაუდოდ, საწყობებსა და ყაზარმებს გარნიზონისა და ტექნიკური პერსონალისთვის იტევდა. მეორე იარუსი 8 კუთხა იყო, ხოლო ყველაზე ზედა, ცილინდრული, რომელიც თავზე გუმბათით ან ზევს მაცხოვრის ან, შესაძლოა, პოსეიდონის ქანდაკებით იყო დამაგრებული. წარმოიდგინეთ, რა რთულია სამშენებლო მასალების, განსაკუთრებით მძიმე ქვის ბლოკებისა და მარმარილოს ასეთ სიმაღლეზე აწევა. მწვერვალზე იყო კამერა, რომელშიც მარადიული ალი იცვოდა. ეს ჩვეულებრივი ცეცხლი არ იყო. ლეგენდის თანახმად, ფისოვან მასალებს ან გამხმარ მცენარეებს ენთო, ხოლო საწვავად ხესაც იყენებდნენ. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის, თუ როგორ ვრცელდებოდა ამ ცეცხლის სინათლე. უძველესი ტექსტები აღწერს ამრეკლავის სარკეების ან გაპრიალებული ლითონის სისტემის გამოყენებას, რომელიც საშუალებას იძლეოდა სინათლის სხივი ზღვაში 50 კილომეტრამდე გაევრცელებინა. ღამით ეს სინათლე სიცოცხლის გადამრჩენელ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა.
დღისით შუქურა შესანიშნავ ნავიგაციურ დამხმარე საშუალებად მსახურობდა თავისი სიმაღლისა და მწვერვალზე მდებარე შთამბეჭდავი ქანდაკების წყალობით. შუქურა არა მხოლოდ ფუნქციონალური, არამედ სიმბოლურად მნიშვნელოვანიც იყო. ის პტოლემეების ეპოქის ეგვიპტის სიმდიდრესა და ტექნოლოგიურ უპირატესობაზე მეტყველებდა. ეს იყო საინჟინრო მიღწევა, რომელიც ბერძნული მეცნიერების ოსტატობას ადასტურებდა. ბევრი სხვა საოცრებისგან განსხვავებით, ალექსანდრიის შუქურა საოცრად დიდხანს იდგა, თითქმის 500 წელი. მან გადაურჩა პტოლემეების დინასტიის დაცემას, რომაელთა დაპყრობას და არაბების მოსვლას. თუმცა მას არ შეეძლო გაუძლო უძველესი საოცრებების განადგურების ყველაზე გავრცელებულ კატასტროფას, პირამიდების გარდა, მიწისძვრებს. სერიოზული ზიანი მიწისძვრებით დაიწყო, დაახლოებით ლიხ საუკუნიდან. შუქურა დაზიანდა, მაგრამ ალექსანდრიის არაბმა მმართველებმა სცადეს მისი აღდგენა და ხელახლა აშენებაც კი. ყველაზე დამანგრეველი იყო ცრ და ცეი საუკუნეების ძლიერი მიწისძვრები. 1303 წლის მიწისძვრა სავარაუდოდ ფატალური იყო, რამაც ზედა იარუსები ნანგრევებად აქცია. საბოლოო დასასრული 1480 წელს დადგა, როდესაც ეგვიპტის სულთანმა ქაითბეიმ ჩამონგრეული შუქურის ქვები გამოიყენა იმავე ადგილას უზარმაზარი ციხესიმაგრის ასაშენებლად, რომელიც დღემდე შემორჩენილია. დღეს მყინთავები და არქეოლოგები წყალქვეშ პოულობენ მასიურ, ჩამოცვენილ ქვის ბლოკებს, რომლებიც სავარაუდოდ შუქურას ეკუთვნოდა, მათ შორის ქანდაკებების ნაწილებს. ჩვენ დავასრულეთ მსოფლიოს უძველესი 7 საოცრების 7 ტური. ერთადერთი შემორჩენილი პირამიდა, ბაბილონის მითიური ბაღები, ზევსის დიდებული ქანდაკება, არტემიდას დიდებული, მაგრამ განწირული ტაძარი, ჰალიკარნასის სასიყვარულო მაუზოლეუმი, როდოსის გმირული, მაგრამ ხანმოკლე კოლოსი და ბოლოს ალექსანდრიის პრაქტიკული შუქურა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საოცრებები შეირჩა არა მხოლოდ მათი სილამაზის, არამედ მასშტაბის, საინჟინრო სირთულისა და მხატვრული სრულყოფილების გამო. ისინი ძალაუფლების, სიმდიდრის, რწმენისა და სიყვარულის მონუმენტური სიმბოლოები იყვნენ. და ყველა მათგანი, პირამიდის გარდა, ხანძრის, მიწისძვრების, ომებისა და კულტურული ცვლილებების მსხვერპლი გახდა. ეს გვახსენებს ადამიანური მიღწევების სისუსტეს. მაგრამ ადამიანის მონუმენტური შექმნის სურვილი არ გამქრალა. ახალი 1000 წლეულის დადგომასთან ერთად გაჩნდა ამ სიის განახლების, ახალი კანონის შედგენის აუცილებლობა. ასე რომ ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ჩვენ ვიღვიძებთ 21 საუკუნის დასაწყისში, სადაც მსოფლიომ, ინტერნეტითა და გლობალური კენჭისყრით შეიარაღებულმა, გადაწყვიტა მსოფლიოს ახალი 7 საოცრების დადგენა. ჩვენ გადავდივართ საოცრებიდან, რომელიც თითქმის 4000 წლეულის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სახელით იდგა, ნაგებობაზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არქიტექტურული წამოწყების სიმბოლოდ იქცა. ალექსანდრიის შუქურის ნანგრევებთან დამშვიდობების შემდეგ, რომელიც 1000 წლეულისა და ნახევრის განმავლობაში მეზღვაურებისთვის ნავიგატორად მსახურობდა, აღქმაში ჩუმ, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებას ვგრძნობთ. უძველესი საოცრებები ინტელექტუალებისა და მოგზაურების მცირე ჯგუფმა აირჩია. ისინი ხმელთაშუა ზღვის გარშემო კონცენტრირებულ სამყაროს ასახავდნენ. თუმცა ახალი 1000 წლეულის დადგომასთან ერთად, 2000 წლის შემდეგ, ხელოვნებასა და არქიტექტურაში გლობალური დემოკრატიის დრო დადგა. 2000 წელს შვეიცარიულმა კერძო ორგანიზაცია VSHM-მა წამოიწყო გლობალური გამოკითხვა მსოფლიოს ახალი 7 საოცრების დასადგენად. ისტორიაში პირველად არჩევანის გაკეთება მსოფლიოს მილიონობით ადამიანს მიეცა ონლაინ და სატელეფონო ხმის მიცემის გზით. უძველესი საოცრებებისგან განსხვავებით, რომლებიც მათი სიდიადის გამო შეირჩა და თითქმის ყველა, პირამიდის გარდა, დიდი ხანია გამქრალია. ახალი კრიტერიუმები მოიცავდა მოთხოვნას, რომ სტრუქტურები დღესაც არსებობდეს და ადამიანის ხელით იყოს შექმნილი. ერთ-ერთი საკამათო პირობა იყო ის, რომ გიზას დიდ პირამიდას მიენიჭა ერთადერთი შემორჩენილი უძველესი საოცრების საპატიო სტატუსი და არ შედიოდა საერთო კენჭისყრაში. კენჭისყრა, რომელიც 2007 წელს დასრულდა, მონუმენტურ გლობალურ მოვლენად იქცა, რომელშიც ასობით მილიონი ხმა მონაწილეობდა. მან გამოავლინა არა მხოლოდ არქიტექტურული პრეფერენციები, არამედ სხვადასხვა ერის სიამაყეც. ახალი 7 საოცრება ასახავს გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას და აჩვენებს ცივილიზაციების სიდიადეს,
რომლებიც ოდესღაც ბერძნულ რომაული სამყაროს მიღმა იდგნენ. ახალი 7 საოცრების წყნარ ტურს ვიწყებთ ყველაზე გრძელი და მონუმენტური ნაგებობით, რომელიც არც ისე ერთიანი შენობაა, რამდენადაც აზიის მთიანეთში მიმავალი დაუსრულებელი ქვის დრაკონი, ჩინეთის დიდი კედელი. მისი მასშტაბები განსაცვიფრებელია. ეს არ არის ერთიანი, უწყვეტი ნაგებობა, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ რთული გამაგრების სისტემა, რომელიც შედგება კედლებისგან, საგუშაგო კოშკებისგან, გამაგრებული უბნებისგან, ყაზარმებისა და შუქურებისგან. მისი მშენებლობა 2000 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ღ საუკუნიდან ახ. ც საუკუნემდე და მოიცავდა მრავალ დინასტიას. ეს მას, სავარაუდოდ, კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს უწყვეტ სამშენებლო პროექტად აქცევს. დიდი კედლის ოფიციალური მთლიანი სიგრძე, მისი ყველა განშტოებისა და ბუნებრივი დაბრკოლებების, როგორიცაა მთები და მდინარეები, ჩათვლით შეფასებულია წარმოუდგენელ 21,196 კილომეტრად. შედარებისთვის, ეს დედამიწის ეკვატორის ნახევარია. წარმოიდგინეთ, რა ადამიანური ძალისხმევა იყო ჩადებული ამ პროექტში. კედელი აშენდა ყველაზე არახელსაყრელ პირობებში, უდაბნოებში, ციცაბო მთის ქედებსა და ჭაობებში. მშენებლები, ჯარისკაცები, გლეხები, პატიმრები წარმოუდგენელ გაჭირვებაში შრომობდნენ. ლეგენდები, რომ დაღუპულთა ძვლები ნაღმტყორცნებში იყო შერეული, თუმცა დრამატული, სავარაუდოდ მითია, მაგრამ ეს ხაზს უსვამს ამ მშენებლობის ტრაგიკულ, სისხლიან ბუნებას. კედლის თავდაპირველი დანიშნულება თავდაცვითი იყო. ჩინეთის იმპერიის დაცვა ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების, ძირითადად სიონგნუს და მოგვიანებით მონღოლების თავდასხმებისგან. კედელი უბრალოდ პასიური ბარიერი არ იყო. ეს იყო ინტეგრირებული სისტემა, რომელიც შექმნილი იყო სიგნალების სწრაფი გადაცემისთვის, დღისით კვამლის და ღამით ცეცხლის გამოყენებით და ჯარების სწრაფი გადაადგილებისთვის. საგუშაგოები განლაგებული იყო ყოველ რამდენიმე ასეულ მეტრში, რომლებიც ციხესიმაგრეებს, საცხობებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს წარმოადგენდნენ. ფოტოებზე ჩვეულებრივად ნანახი მონაკვეთები, ფართო, მაღალი, ქვის ციხესიმაგრეები საბრძოლო კედლებით, ძირითადად მინგის დინასტიის საუკუნეები დროინდელია. სწორედ მინგის დინასტიამ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა კედლის აღსადგენად და გასამაგრებლად, აგურისა და ქვის გამოყენებით, ისეთი ნაკლებად გამძლე მასალების ნაცვლად, როგორიცაა მიწა. პოპულარულ კულტურაში არსებობს მითი, რომელიც დღემდე არსებობს. ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ადამიანის მიერ შექმნილი ნაგებობაა, რომელიც კოსმოსიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა. ორბიტიდან მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა რთულია. თუ არა შეუძლებელი, მისი სიგანის, ფერის, რომელიც ხშირად ერწყმის მიმდებარე ლანდშაფტს და კონტრასტის ნაკლებობის გამო. მითია თუ არა, კედელი იმპერიის ნების დამაჯერებელ, ფიზიკურ დასტურად რჩება. დღეს ის ეროვნული ერთიანობისა და ჩინეთის კულტურული იდენტობის ძლიერ სიმბოლოდ გვევლინება. ის წარმოადგენს საზღვარს, რომელიც ფიზიკურად იყო გავლებული ცივილიზაციასა და ბარბაროსობას, მჯდომარე და მომთაბარე ცხოვრებას შორის. ჩვენ წარმოვიდგენთ საკუთარ თავს, რომ მის ერთ-ერთ დაკბილულ ქედზე ვდგავართ, მთებში მაღლა და ვგრძნობთ მკაცრ ქარს, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში უბერავდა. უამრავი ბორცვი ჩანს და თითოეულ მათგანში, ძარღვის მსგავსად, კედლის ნაცრისფერი ქვის ლენტი მიედინება. ეს არის სანახაობა, რომელიც გვაფიქრებინებს გრძელვადიან ხედვასა და მის რეალიზებისთვის საჭირო მსხვერპლზე. ამ სტრუქტურის მასშტაბის შეგრძნება, მისი დაკლაკნილი და, როგორც ჩანს, დაუსრულებელი გზა, გვამზადებს ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილისთვის, ქალაქისთვის, რომელიც არ იყო ბარიერი, არამედ ხიდი პირდაპირ კლდიდან გამოკვეთილი. ჩინეთის დიდი კედლის უზარმაზარი ქვის ციხესიმაგრეების დატოვების შემდეგ, ჩვენ სამხრეთ-დასავლეთით ახლო აღმოსავლეთის უდაბნოსკენ, თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე მივემგზავრებით. ჩვენი შემდეგი ახალი საოცრება დაკარგული ქალაქი პეტრაა. ეს ადგილი 1812 წელს ევროპელების მიერ აღმოჩენამდე დასავლური სამყაროსგან დაფარული იყო და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩორებსა და ლეგენდებში არსებობდა. პეტრა უბრალოდ ქალაქზე მეტია. ის პეტროგლიფური არქიტექტურის საოცრებაა. ეს ქვისგან გამოკვეთილი ქალაქია. მისი შემქმნელები იყვნენ ნაბატელები, არაბული ტომი, რომელიც აქ ძუ.
ო. მე 6 საუკუნეში დასახლდა. ისინი გამოცდილი ინჟინრები, მწყემსები და, რაც მთავარია, ბრწყინვალე ვაჯრები იყვნენ. პეტრას საიდუმლო მის მდებარეობაშია. ის ვიწრო ხეობაშია მოქცეული, რომლის მოხვედრაც მხოლოდ სიკის სახელით ცნობილი ვიწრო, დაკლაკნილი ხეობითაა შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხეობაში დადიხართ. მისი მაღალი ქვიშაქვის კედლები თქვენგან 80 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული და მზის სხივებს ძლივს აძლევთ საშუალებას, რომ ის გაიაროს. სიკი კილომეტრზე მეტ ხანს ტრიალებს და ამ გრძელ, წყნარ გასასვლელში თავს ისე გრძნობთ, თითქოს დედამიწის საშვილოსნოში ხართ. ნაბატელებმა ეს სტრატეგიული ნაკლი უპირატესობად აქციეს. ქალაქი წარმოუდგენლად კარგად იყო დაცული შემოჭრისგან. თუმცა, მათი გენიალურობა წყლის მართვაში მდგომარეობდა. ამ მშრალ რეგიონში ნაბატელებმა წყლის შესაგროვებლად და გასანაწილებლად კაშხლების, ცისტერნებისა და აკვედუკების რთული სისტემა შექმნეს. ეს მათ არა მხოლოდ გადარჩენის, არამედ ბაღების გაშენებისა და ქარავნების მომარაგების საშუალებასაც აძლევდა, რაც პეტრას მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების, განსაკუთრებით საკმევლის, სანელებლებისა და აბრეშუმის გადამტანი გზების გვეთაზე შეუცვლელ წერტილად აქცევდა. ასე რომ, ბნელ სიკში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, კედლები იხსნება და პეტრას ყველაზე ცნობილ ნაგებობას, ალხაზნეს, ანუ საგანძურს ავლენს. ეს მომენტი მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უნდა იყოს. ხეობიდან გამოსვლისას ყველაფერს ერთდროულად არ ხედავთ, არამედ ნაწილებად, რაც წარმოუდგენელ, თითქმის თეატრალურ ეფექტს ქმნის. ალხაზნე 40 მეტრის სიმაღლის კოლოსალური ფასადია. მთლიანად ვარდისფერწითელი ქვიშაქვისგან გამოკვეთილი. სახელი საგანძური მას ადგილობრივმა ბედუინებმა შეარქვეს, რომლებიც თვლიდნენ, რომ საგანძური მის მწვერვალზე მდებარე ურნაში იყო დამალული. ფასადზე კი ტყვის ნახრეტები მოწმობს მათ მიერ მისკენ მიღწევის მცდელობებს. არქიტექტურულად, ალხაზნე სტილების ბრწყინვალე შერწყმას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამარხია, სავარაუდოდ, ნაბატეელთა მეფე არეტა ფრის, მისი ფასადი სავსეა ელინისტური არქიტექტურული ელემენტებით, სვეტებით, ფრონტონებით და ბერძნული ღვთაებების გამოსახულებებით. ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს ნაბატეელთა კოსმოპოლიტიზმს. გასაოცარია კვეთის ოსტატობა. ყველა ეს სვეტი და დეკორაცია ზემოდან ქვემოთ არის გამოკვეთილი. ხარაჩოები არ არის, შეცდომების ადგილი არ არის, დამატებული ელემენტები არ არის, მხოლოდ კლდიდან ამოღებული მასალაა. პეტრას სიღრმეში ჩაღრმავებისას აღმოვაჩენთ, რომ საქმე მხოლოდ ალხაზნეში არ არის. აქ არის ასობით სხვა კლდეში გამოკვეთილი სამარხი, ტაძარი, საცხოვრებელი შენობა და გიგანტური ადდეირის მონასტერი, რომელიც 800 საფეხურის ასვლას მოითხოვს. აქ არის ამფითეატრი, რომელიც ასევე კლდეშია გამოკვეთილი და ათასობით მაყურებელს იტევს. მზის ჩასვლისას ქვიშაქვის ფერი ოქროსფერიდან მუქ ვარდისფერ და იისფერში იცვლება, რის გამოც პეტრას ხშირად ვარდისფერწითელ ქალაქს უწოდებენ. პეტრას აყვავების პერიოდი ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში დადგა. თუმცა მას შემდეგ, რაც რომის იმპერიამ ნაბატეელთა სამეფო 106 წელს დაიპყრო და სავაჭრო გზების ცვლილებამ ქალაქმა მნიშვნელობა დაკარგა. ძლიერმა მიწისძვრებმა, განსაკუთრებით მეოთხე საუკუნეში, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქალაქის წყალმომარაგების სისტემას, რამაც ცხოვრება აუტანელი გახადა. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნისთვის პეტრა პრაქტიკულად მიტოვებული იყო და მხოლოდ მომთაბარე ტომებს ახსოვთ. პეტრა საოცრებაა, რომელიც ადაპტაციის ძალაზე მეტყველებს და იმაზე, თუ როგორ შეუძლია გენიოს აყვავება ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილებშიც კი. ეს დაკარგული სამყაროა, რომელიც ხელახლა აღმოჩენას ელოდება და ახლა ბრწყინვალე, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ცივილიზაციის შეხსენებას წარმოადგენს. ჩვენ ვარდისფერწითელ კლდეებს უკან ვტოვებთ და სამხრეთ ამერიკის ღრუბლებში დამალულ შემდეგ, კიდევ უფრო მაღალ და იდუმალ დაკარგული ქალაქისკენ მივდივართ. კიდევ ერთ ეპიკურ ნახტომს ვაკეთებთ და პეტრას მცხუნვარე ხეობებს ვტოვებთ. ჩვენი მოგზაურობა უზარმაზარ ოკეანეებს გავწდებით სხვა კონტინენტზე, სამხრეთ ამერიკაში, პერუს ანდების მთათა სისტემაში. აქ, ურუბამბას მდინარეზე მაღლა, ნისლსა და ღრუბლებში დამალული, ჩვენ სიაში მეათე საოცრებაა, ინკების იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ხატოვანი სიმბოლო, მაჩუ-პიქჩუ. მაჩუ-პიქჩუ, რაც კეჩუას ენაზე ძველ მწვერვალს ნიშნავს, ალბათ ყველაზე რომანტიკულია ყველა ახალი საოცრებიდან.
ის ინკებმა მე-15 საუკუნის შუა ხანებში, მათი იმპერიის აყვავების პერიოდში ააშენეს. თუმცა, პარადოქსულად, ის მხოლოდ დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი კონკისტადორების მოსვლის დროს მიატოვეს. ამან შექმნა საიდუმლოებით მოცული აურა, რომელიც დღემდე აკრავს მას. წარმოიდგინეთ ეს ადგილი, ზღვის დონიდან დაახლოებით 2430 მეტრის სიმაღლეზე, ორ მთის მწვერვალს შორის დამალული ტერასებით, რომლებიც სამოთხისკენ მიმავალ კიბეს ჰგავს. როდესაც ამერიკელმა მკვლევარმა ჰირამ ბინგემმა ის 1911 წელს აღმოაჩინა, ქალაქი თითქმის მთლიანად ჯუნგლებში იყო მოქცეული, რამაც ის ესპანელების ყურადღებისგან და, შესაბამისად, განადგურებისგანაც კი გადაარჩინა. ინკებისთვის მაჩუ-პიქჩუ, სავარაუდოდ, სამეფო მამული და წმინდა რელიგიური ცენტრი იყო. მისი მდებარეობა შემთხვევითი არ ყოფილა. ის ასტრონომიული, რელიგიური და სტრატეგიული მიზეზების გამო შეირჩა. ქალაქი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც ურუბამბას მდინარე თითქმის სრულ წრეს ქმნის, გარშემორტყმული მთებით, რომლებსაც ინკები თავიანთ ღვთაებებად, აპუებად თვლიდნენ. მაჩუ-პიქჩუს არქიტექტურის ყველაზე გასაოცარი თვისება ინკების ქვის კვეთის წარმოუდგენელი ოსტატობაა. ისინი იყენებდნენ ტექნიკას, რომელსაც ქვისა და ქვის ქვა ერქვა, რომლის დროსაც ქვები ისეთი სიზუსტით იჭრებოდა და მაგრდებოდა, რომ მათ შორის შეერთებები თითქმის უხილავი იყო და ნაღმტყორცნები არ სჭირდებოდა. ეს ქვისა არა მხოლოდ ესთეტიურად სასიამოვნო იყო, არამედ მიწისძვრისადმი მდგრადიც. რეგიონში მიწისძვრები ხშირია და მჭიდროდ მიმაგრებული ქვების მოქნილი კონსტრუქცია მათ საშუალებას აძლევდა ოდნავ გადაადგილებულიყვნენ ბიძგების დროს და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ თავდაპირველ პოზიციაზე, რაც მათ გამძლეობას უზრუნველყოფდა. შეხედეთ ინტიქუატანას, წმინდა ქვას, რომელიც, სავარაუდოდ, ინკებს ასტრონომიულ ობსერვატორიად ან მზის საათად ემსახურებოდა. ის იდეალურად არის გასწორებული მზის ბუნიობის ძირითად წერტილებთან. მზის ტაძარს აქვს მოხრილი კედელი, რომელიც ასევე იდეალურად არის განლაგებული ზამთრის ბუნიობის დროს მზის პირველი სხივების დასაჭერად. ეს გვეუბნება ინკების ასტრონომიის ღრმა ცოდნასა და მათ კავშირზე ბუნებრივ ციკლებთან. ქალაქის ინფრასტრუქტურა ასევე ინჟინერიის საოცრებას წარმოადგენდა. ამ ციცაბო მთიან რელიეფზე ინკებმა ააშენეს ტერასების უზარმაზარი სისტემა, საფეხურებიანი პლატფორმები, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უშლიდნენ ნიადაგის ეროზიას და კულტურების მოსაყვანად მსახურობდნენ, არამედ უზრუნველყოფდნენ დრენაჟს, რაც ხელს უშლიდა ქალაქის საძირკვლის ძლიერი მთის წვიმებისგან ეროზიას. წყალმომარაგების სისტემა მოიცავდა არხებსა და შადრევნებს, რომლებიც ქალაქს მტკნარ წყალს მაღალმთიანი წყაროდან აწვდიდნენ. მაგრამ რატომ მიატოვეს ინკებმა ეს შედევრი? ეს არის მთავარი საიდუმლო. ესპანელების მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემია იყო ის, რამაც მოსახლეობა კონკისტადორების მოსვლამდე გაანადგურა. თუ, როგორც მმართველის მამული, მან დაკარგა თავისი მნიშვნელობა მისი გარდაცვალების შემდეგ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, მაჩუ-პიქჩუს საუკუნეების განმავლობაში მოცული სიჩუმე ინარჩუნებს მას. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ამ ადგილის სიჩუმე 1911 წლამდე. მხოლოდ მთის ქარი, შორიდან მდინარის ხმაური და გარეული ფრინველების ჭიკჭიკი ისმის. თეთრი გრანიტის ქალაქი, რომელიც მწვანეში ჩაფლულია, როგორც ღრუბლების ოკეანეში მოტივტივე გემი. დაკარგული დიდებულებისა და უტყვი ისტორიის ეს განცდა მაჩუ-პიქჩუს ასეთ მომხიბვლელს ხდის. მაჩუ-პიქჩუ გვახსენებს, რომ ცივილიზაციის დიდი მიღწევები შეიძლება იყოს მყიფე და რომ ყველაზე სრულყოფილი ნაგებობებიც კი შეიძლება მიტოვებული იყოს, ნელ-ნელა დაიბრუნოს თავისი ადგილი. მაგრამ, როგორც მრავალი უძველესი საიდუმლო, ეს ქალაქი ადამიანის გამომგონებლობის ურყევ დასტურად რჩება. ჩვენ ანდების მაღალი მთებიდან ჩავდივართ და ჩვენი გზა ჩრდილოეთით, ცენტრალურ ამერიკაში, კიდევ ერთი იდუმალი და ბრწყინვალე ცივილიზაციის, მაიას ნაშთებისკენ მიგვიყვანს. მაჩუ-პიქჩუს მთიანი მაღლობებიდან ჩრდილოეთით, მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის დაბლობზე დავეშვებით, სადაც მსოფლიოს მე-11 საოცრება გველოდება, ჩიჩენ-იცა. ეს ადგილი მაიას დიდი ცივილიზაციისა და მისი პოსტკლასიკური პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლოა, რაც ასტრონომიისა და მათემატიკის წარმოუდგენელ ცოდნას აჩვენებს. ჩიჩენ-იცა, რაც მაიას ენაზე იცას ჭის პირს ნიშნავს, ეხლის საუკუნეებში რეგიონული დედაქალაქის სტატუსით აყვავდა.
ეს იყო უზარმაზარი, კოსმოპოლიტური ქალაქი, რომელიც მაიას და ტოლტეკების კულტურის ელემენტებს აერთიანებდა და რეგიონში მიგრაციისა და დაპყრობების რთულ ისტორიას ასახავდა. ჩიჩენ-იცას ცენტრალური და ყველაზე ამოსაცნობი ნაგებობაა კუკულკანის პირამიდა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ელ-კასტილიო ციხე. ის უბრალოდ ძეგლზე მეტია. ეს არის ქვის კალენდარი, რომელიც არქიტექტურაშია ჩაკეტილი. წარმოიდგინეთ საფეხურებიანი პირამიდა, რომელიც 30 მეტრის სიმაღლეზეა. კუკულკანის პირამიდის ოთხივე მხარეს აქვს კიბე. საოცარია, რომ თითოეული კიბე ზუსტად 91 საფეხურისგან შედგება. თუ ოთხივე მხარის საფეხურებს 4x91 და ზედა პლატფორმას დაუმატებთ, რაც ერთ საფეხურად ითვლება, მიიღებთ 365 მზის წელიწადში დღეების ზუსტ რაოდენობას. გარდა ამისა, პირამიდა შედგება 9 ტერასისგან, რომლებიც კიბეებით არის გამოყოფილი. თუ თითოეულ ტერასას განივიკვეთით და აკვირდებით, მიიღებთ 18 სექციას, თითოეულ მხარეს 2-2 ტერასაზე, რაც შეესაბამება მაიას რელიგიური კალენდრის ჰააბი თვეების რაოდენობას, რომელიც შედგებოდა 18 თვისგან, თითოეული 20 დღისგან, პლუს 5 უიღბლო დღისგან. მაგრამ მაიას ასტრონომიული გენიის ყველაზე დრამატული და ცნობილი გამოვლინება გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დროს ხდება, დაახლოებით 21 მარტი და 21 სექტემბერი. როდესაც მზე ჩადის, პირამიდის მთავარი კიბის ჩრდილოეთ ბალუსტრადაზე ტერასების კუთხიდან ჩრდილი ისე იღრება, რომ მოცურების გველის ილუზიას ქმნის. ეს ჩრდილი, რომელიც სინათლისა და ჩრდილის 7 სამკუთხედისგან შედგება, კუკულკანის ფრთიანი გველი, მაიას მთავარი ღვთაება, ქვის თავს უკავშირდება, რომელიც კიბის ძირში დგას. ეს სანახაობა არა მხოლოდ განსაცვიფრებელია თავისი სიზუსტით, არამედ ღრმად რელიგიური მოვლენაცაა. კუკულკანი, რომელიც ციდან დედამიწაზე ეშვებოდა, ბუნების აღორძინებას და წვიმების მოსვლას განასახიერებდა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაიას სოფლის მეურნეობისთვის. ელ-კასტილიოს გარდა, ჩიჩენ-იცა სხვა შთამბეჭდავი ნაგებობებითაცაა სავსე. მას მესოამერიკაში ყველაზე დიდი ცნობილი ბურთის მოედანი აქვს. ეს მხოლოდ თამაში არ იყო. ეს იყო რიტუალი ღრმა რელიგიური და შესაძლოა მსხვერპლშეწირვის მნიშვნელობით, სადაც მოთამაშეებს მხოლოდ თეძოების, იდაყვებისა და მუხლების გამოყენებით კედელზე მაღლამდგარ ქვის რგოლში რეზინის ბურთი უნდა ჩაერტყათ. ამ მოედანზე შექმნილი ექო გასაოცარია, რაც მაიას აკუსტიკურ გენიალურობაზე მეტყველებს. ასევე ქალაქშია მეომრების ტაძარი, რომელსაც მეომრების გამოსახულებით ასობით მოჩუქურთმებული სვეტი ეყრდნობა, და წმინდა ცენოტი, ჯა, რომელიც მომლოცველობისა და მსხვერპლშეწირვის ადგილი იყო. მაიები ძვირფას ნივთებს და, სამწუხაროდ, ადამიანურ მსხვერპლშეწირვებს ყრიდნენ ამ წმინდა ჩაღრმავებლებში, რათა წვიმის ღმერთი ჩაკი დაემშვიდებინათ. ჩიჩენ-იცა ესპანელების მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაკნინდა, იმ მიზეზების გამო, რომლებიც დღემდე საკამათოა, შესაძლოა გვალვა, შიდა კონფლიქტი ან რესურსების ამოწურვა. თუმცა მისი ძეგლები დღემდე მოგვითხრობენ ცივილიზაციის ისტორიას, რომლის ინტელექტუალური ოსტატობა კონკურენციას უწევდა ბერძნებისა და რომაელებისას, მაგრამ რომელიც სრულ იზოლაციაში განვითარდა. ჩვენ ვგრძნობთ იუკატანის მშრალ, ცხელ ჰაერს, რომელიც სავსეა არა მხოლოდ ქვიშითა და მზით, არამედ უძველესი დოლურებისა და შეძახილების გამოძახილით, რომლებიც მსხვერპლშეწირვისა და ასტრონომიული დაკვირვებების დროს ისმოდა. ჩვენ ვტოვებთ სამყაროს, სადაც ბუნება და ცა განუყოფლად იყო დაკავშირებული არქიტექტურასთან და ვუბრუნდებით ძველ სამყაროს, იმპერიული ძლევამოსილების მარადიულ სიმბოლოს. ჩიჩენ-იცაში მისტიკური მაიას პირამიდებისა და მათი ასტრონომიული სიზუსტის დატოვების შემდეგ, ჩვენ გრძელ ტრანსატლანტიკურ მოგზაურობას ვაკეთებთ დასავლური ცივილიზაციის აკვანში რომის მარადიულ ქალაქში. აქ, იტალიაში, მსოფლიოს მე-12 საოცრება გველოდება, იმპერიული ძალაუფლების, სისასტიკისა და ინჟინერიის მონუმენტური სიმბოლო, კოლიზეუმი, ან როგორც მას ძველად ერქვა ფლავიუსების ამფითეატრი. კოლიზეუმი რომის მასობრივი მშენებლობის, ოსტატობისა და სანახაობისადმი წყურვილის დასტურია. იგი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, დაშრობილი ტბის ადგილას, რომელიც იმპერატორ ნერონის დიდებული სასახლის ნაწილი იყო, რომელიც ცნობილი იყო როგორც დომუს აურია. ამრიგად, ახალი ამფითეატრის სიმბოლურ აქტად იქცა ნერონის ტირანიის შემდეგ რომის მოსახლეობისთვის მიწისა და გართობის დაბრუნება.
მშენებლობა ფლავიუს იმპერატორ ვესპასიანეს დროს დაახლოებით 70 წელს დაიწყო და მისმა შვილმა, ტიტუსმა 80 წელს დაასრულა. აქედან მომდინარეობს მისი ოფიციალური სახელწოდება ფლავიუსების ამფითეატრი. სახელი კოლიზეუმი მოგვიანებით გაჩნდა, შესაძლოა ნერონის კოლოსის კოლოსალური ქანდაკების გამო, რომელიც ახლოს იდგა. ამ ნაგებობის მასშტაბები უპრეცედენტო იყო. ეს იყო ოდესმე აშენებული უდიდესი ამფითეატრი. ოვალური ფორმის, მისი სიგრძე დაახლოებით 189 მეტრი იყო, სიგანე 156 მეტრი და სიმაღლე დაახლოებით 48 მეტრი. სხვადასხვა შეფასებით, მასში 50,000-დან 80,000-მდე მაყურებელი იტევდა, რაც თანამედროვე სტადიონების შედარებადია. წარმოიდგინეთ გახსნის დღე. 100 დღე შეუჩერებელი თამაშებითა და ზეიმებით. მაყურებლები, სენატორებიდან დაწყებული საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენებით დამთავრებული, 80 შესასვლელი თაღით შედიოდნენ. კიბეებისა და გასასვლელების რთული სისტემა ათასობით ადამიანს საშუალებას აძლევდა სწრაფად და უსაფრთხოდ ეპოვა ადგილი. სოციალური სტატუსი მკაცრად განსაზღვრავდა ადგილებს. უმდიდრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არენასთან ყველაზე ახლოს ისხდნენ, ხოლო ყველაზე ღარიბები ყველაზე მაღალ იარუსებში. კოლიზეუმი ძირითადად ტრავერტინის, ტუფისა და აგურისგან იყო აგებული, ხოლო მისი გარე ფასადი სამიარუსიანი არკადებით იყო მორთული. თითოეული იარუსი საკუთარი არქიტექტურული თანმიმდევრობით იყო მორთული. ქვედა ნაწილში დორიული, ზედა ნაწილში იონური და ზედა ნაწილში კორინთული. ეს რომაული არქიტექტურული გემოვნებისა და ოსტატობის კლასიკური მაგალითია. მაგრამ ნამდვილი დრამა არენაზე და მის ქვეშ ხდებოდა. ქვიშით დაფარული არენა, სიტყვა არენა ქვიშას ნიშნავს გლადიატორთა ბრძოლების, საჯარო სიკვდილით დასჯის, გარეულ ცხოველებზე ნადირობის, ხაგშ და საზღვაო ბრძოლების ხალხაც იმიტაციის ადგილი იყო, თუმცა ამ უკანასკნელის კოლიზეუმში ჩატარების შესაძლებლობა დღემდე საკამათოა. დღეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი, რომელსაც ვხედავთ, არის ჰიპოგეუმის, რთული ორსართულიანი მიწისქვეშა სისტემის შემორჩენილი ნაწილი. ჰიპოგეუმი გალიების, პანდუსების, მექანიკური ლიფტებისა და გვირაბების ლაბირინთი იყო. აქ გლადიატორები, მონები და გარეული ცხოველები, ლომები, ვეფხვები და დათვები ინახებოდა. რთული ამწევი მექანიზმები მათ არენაზე მოულოდნელად გაშვებას იწვევდა, რაც გაოცებისა და საშინელების განცდას ქმნიდა. წარმოიდგინეთ ღრიალი, კივილი და სისხლის სუნი, რომელიც ამ დუნდულიდან ამოდიოდა. კოლიზეუმი თითქმის 4 საუკუნის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა. თუმცა დასავლეთ რომის იმპერიის დაკნინებისა და სოციალური ზნე-ჩვეულებების ცვლილების გამო, განსაკუთრებით ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, მისი გამოყენება ძალადობრივი სანახაობებისთვის თანდათან შეწყდა. გლადიატორთა ბოლო შეჯიბრებები, სავარაუდოდ, ეს საუკუნეში გაიმართა. ამის შემდეგ, კოლიზეუმი მიტოვებული და გაპარტახებული გახდა. ის მიწისძვრებმა დააზიანა და, რაც უფრო ტრაგიკულია, კარიერად გადაკეთდა. საუკუნეების განმავლობაში მისი მარმარილოს მოპირკეთება, ბრინჯაოს დამჭერები, რომლებიც ქვებს ამაგრებდა, ისინი მოწყდა და დღეს არსებული დამახასიათებელი ხვრელები დატოვა და თავად ქვებიც კი გამოიყენებოდა ეკლესიების, სასახლეების, ხიდების და ვატიკანის ასაშენებლად. არსებითად ის დაშალეს, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ თანამედროვე რომისთვის. დღეს კოლიზეუმი დიდებული ნანგრევებია, რომელიც, მიუხედავად მისი გარე რგოლისა და ინტერიერის ნაწილის დაკარგვისა, რომის წარმოუდგენლად ძლიერ სიმბოლოდ რჩება. ის წარმოუდგენელი საინჟინრო მიღწევის ისტორიას ატარებს, ასევე ადამიანური სისასტიკის ისტორიას, რაც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გართობა კულტად ამაღლდეს. ჩვენ რომ ვსტოვებთ და ჩვენი მზერა აღმოსავლეთისკენ, აზიისკენ, შემდეგი საოცრებისკენაა მიმართული, რომელიც კოლიზეუმის სასტიკი ფუნქციონალურობისგან განსხვავებით, სიყვარულის სუფთა მონუმენტური განსახიერებაა. რომაული კოლიზეუმის პირქუშ, მაგრამ დიდებულ ნანგრევებს უკან ვტოვებთ და აღმოსავლეთისკენ, უზარმაზარი ტერიტორიების გავლით, ინდოეთის სუბკონტინენტისკენ მივემართებით. ჩვენი მე-13 საოცრება მსოფლიოს ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს და, ალბათ, ჩვენს სიაში ყველაზე რომანტიკული და ესთეტიურად სრულყოფილი ნაგებობაა – ტაჯ-მაჰალი. ტაჯ-მაჰალი უბრალოდ შენობაზე მეტია. ეს არის თეთრი მარმარილოს ლექსი, რომელიც ქვაში უკვდავყოფილია.
ეს არის მავზოლეუმი, რომელიც მოგოლთა იმპერატორმა შაჰ ჯაჰანმა თავისი საყვარელი ცოლისთვის, მუმთაზ მაჰალისთვის ააგო. მისი შექმნის ისტორია ღრმა მწუხარებისა და დაუოკებელი სიყვარულის ისტორიაა. მუმთაზ მაჰალი 1621 წელს მე-14 შვილის დაბადებისას გარდაიცვალა. მწუხარებით შეპყრობილმა შაჰ ჯაჰანმა მას მსოფლიოში უბადლო საფლავის აშენება დაჰპირდა. მშენებლობა 1632 წელს დაიწყო და 20 წელზე მეტი გაგრძელდა და 1653 წელს დასრულდა. პროექტზე 20,000-ზე მეტი ხელოსანი და ხელოსანი მუშაობდა, მათ შორის ქვისმთლელები, კალიგრაფები და ინკორპორაციების მუშები, რომლებიც მთელი ინდოეთიდან, სპარსეთიდან და ცენტრალური აზიიდანაც კი ჩამოიყვანეს. თაჯ მაჰალის არქიტექტურული სტილი მოგოლთა არქიტექტურის მწვერვალს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სპარსული, ისლამური, ინდური და თურქული სტილის ელემენტებს. შენობა მდინარე იამუნას ნაპირზეა აგებული, რაც წარმოუდგენელ ამრეკლავ ეფექტს ქმნის, რაც მის სილამაზეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს. წარმოიდგინეთ მისი სიმეტრია. მთავარი მავზოლეუმი, რომელიც მასიურ მარმარილოს პოდიუმზეა აღმართული, გარშემორტყმულია 4 მინარეთით, რომელთაგან თითოეული ოდნავ გარეთაა გადახრილი. ეს დიზაინი გამოიყენებოდა ისე, რომ მიწისძვრის შემთხვევაში მინარეთები ცენტრალური საფლავიდან ჩამოვარდნილიყო და არა მასზე. თაჯ მაჰალის გული მისი თეთრი მარმარილოა, რომელიც რაჯასტანიდან არის ჩამოტანილი. ამ მარმარილოს შესანიშნავი თვისება აქვს. ის ფერს იცვლის დღის დროისა და განათების მიხედვით. გამთენიისას ის ნაზვარდისფერად გამოიყურება, დღისით კაშკაშა თეთრი, ხოლო საღამოს მთვარის შუქზე ვერცხლისფერად ან ოქროსფერად. ეს დინამიური თვისება მას ეთერულ, თითქმის ჯადოსნურ სილამაზეს ანიჭებს. მაგრამ ნამდვილი საოცრება უფრო ახლოსაა. ეს მხატვრული დიზაინია. მავზოლეუმის მთელი ფასადი მორთულია ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების რთული ინკრუსტაციით, ტექნიკა, რომელიც ცნობილია როგორც პietra dura. ათასობით ქვა, იასპი, აქატი, მალაქიტი, კარნეოლი, ლაჟვარდი წარმოუდგენელი სიზუსტით არის გამოკვეთილი და მარმარილოში ჩასმული. ქმნიან რთულ ყვავილოვან ნიმუშებს, ყვავილებს და ყურანიდან აღებულ კალიგრაფიულ წარწერებს. გადაუსვით ხელი გრილ მარმარილოს და იგრძენით იდეალური სიგლუვე, სადაც ქვა და ინკრუსტაცია ერთმანეთს ერწყმის. მავზოლეუმის შიგნით არის 8-კუთხა კამერა, რომლის ცენტრშიც მუმთაზ მაჰალისა და შაჰ ჯაჰანის ცენოტაფები, ცრუ სამარხები მდებარეობს, რომლებიც გარშემორტყმულია ღია მარმარილოს ეკრანით. ნამდვილი სამარხები ქვედა, უფრო მშვიდ კამერაშია განთავსებული. შაჰ ჯაჰანი, რომელიც თავდაპირველად მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე შავი მარმარილოსგან საკუთარი საფლავის შავი ტაჯ მაჰალის აშენებას გეგმავდა, საბოლოოდ მისმა ვაჟმა, აურანგზებმა, ტახტიდან ჩამოაგდო და უკანასკნელი წლები გადასახლებაში გაატარა. საბოლოოდ ის საყვარელი ცოლის გვერდით დაკრძალეს, რითაც სრულყოფილი სიმეტრია დაარღვია, თუმცა ხაზი გაუსვა მათ მარადიულ ერთიანობას. ტაჯ მაჰალი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ისლამური ტრადიციის ედემის ბაღის სიმბოლოც. მთავარ შენობამდე მიმავალი 4 არხი 64 მდინარეებს განასახიერებს და მთელი ბაღი იდეალურ, ჰარმონიულ სამყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს შედევრი პოლიტიკურ არეულობას და გარემოს დაბინძურებას ვერ გადაურჩა. წლების განმავლობაში მარმარილო აგრაში ჰაერის დაბინძურებისგან დაზარალდა და ინდოეთის მთავრობა მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს მის შესანარჩუნებლად, კრძალავს დამაბინძურებელი მანქანების მოძრაობას მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ძეგლის წინ ვდგავართ და ვგრძნობთ მარმარილოს სიგრილეს და მის უსასრულო სიგლუვეს. ტაჯ მაჰალი იმის დასტურია, რომ უდიდესი ქმნილებები შეიძლება დაიბადოს ადამიანის ყველაზე ღრმა ემოციებიდან. ეს არის სასწაული, რომელიც შთააგონებს არა შიშით ან ძალით, არამედ სილამაზითა და სიყვარულით. ახალი 7 საოცრების სიაში ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილია თანამედროვე ქმნილება, რომელიც მთის წვერზე დგას და მთელი მსოფლიოს იმედისა და რწმენის სიმბოლოა. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ბოლო კონტინენტთაშორის ნახტომს, ვტოვებთ ტაჯ მაჰალის მარმარილოს პოემის ნაზნათებას და დასავლეთისკენ, ოკეანის გადაღმა, სამხრეთ ამერიკისკენ, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროსკენ მივემართებით. აქ, კორკოვადოს მთაზე, დგას მსოფლიოს მე-14 საოცრება,
ჩვენ სიაში უახლესი სიმბოლო, რომელიც გაშლილი ხელებით უყურებს მსოფლიოს. ქრისტე მხსნელი ჩაკ კეკოლკეკ. ბევრი საოცრებისგან განსხვავებით, რომელთა სათავე უძველესი დროიდან იღებს, ქრისტე მხსნელის ისტორია მთლიანად მე-20 საუკუნეს ეკუთვნის. კორკოვადოს მთაზე მონუმენტური რელიგიური სიმბოლოს შექმნის იდეა მე-19 საუკუნის შუახანებში გაჩნდა, მაგრამ ოფიციალური დიზაინი 1921 წელს შემოგთავაზა რიო-დე-ჟანეიროს კათოლიკურმა არქიეპარქიამ ბრაზილიის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად. მიზანი იყო არა მხოლოდ ქანდაკების, არამედ ქრისტიანობის ძლიერი სიმბოლოს შექმნა, რომელიც ქალაქის ბრწყინვალე ლანდშაფტზე დომინირებდა. ქანდაკების ადგილი იდეალური იყო. კორკოვადოს მთა ქალაქიდან 710 მეტრის სიმაღლეზე მაღლა დგას და მისი მწვერვალიდან რიოს პანორამული ხედი იშლება. მათ შორის გუანაბარას ყურე, შაქრის ლოფის მთა და მისი ცნობილი პლაჟები. მშენებლობა 1922 წელს დაიწყო და 9 წელი გაგრძელდა. 1931 წელს დასრულდა. ეს საერთაშორისო პროექტი იყო. მშენებლობის მენეჯერად ბრაზილიელი ინჟინერი ეიტორ და სილვა კოსტა დაინიშნა. თუმცა თავად ქანდაკება ფრანგმა მოქანდაკე პოლ ლანდოვსკიმ დააპროექტა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ფრანგი ინჟინერი ალბერ კაკოტი ხელმძღვანელობდა, რადგან იმ დროს ბრაზილიას არ გააჩნდა ასეთი დიდი ქანდაკების ასაშენებელი ტექნოლოგია. გაითვალისწინეთ საინჟინრო გამოწვევები. პირველ რიგში ეს ზომაა. ქანდაკების სიმაღლე 30 მეტრია, რაც დაახლოებით 13 სართულიანი შენობის ეკვივალენტურია, ხოლო კვარცხლბეკი კიდევ 8 მეტრია. მისი მკლავების სიგრძე შთამბეჭდავ 28 მეტრს აღწევს. მეორეც ეს არის ლოჯისტიკა. ყველა მასალა, ბეტონი, ფოლადი და რაც მთავარია, მოსაპირკეთებელი ქვა, ციცაბო მთის მწვერვალზე უნდა აეყვანათ. ამ მიზნით გამოყენებული იქნა პატარა რკინიგზა, რომელიც დღემდე ტურისტებს გადაჰყავს. სტრუქტურულად, ქანდაკება უბრალოდ ქანდაკებაზე მეტია. მისი შიდა ჩარჩო დამზადებულია რკინაბეტონისგან, იმ დროისთვის ინოვაციური მასალა. ეს რკინაბეტონის ჩონჩხის შემდეგ საფნის ქვის ფენით დაიფარა. ეს ქვა მყარი, მაგრამ ადვილად მოსაჭრელი, შეირჩა მისი გამძლეობისა და ექსტრემალური ამინდის პირობებისადმი გამძლეობის უნარის გამო. უფრო მეტიც, მას აქვს დამახასიათებელი მომწვანო ელფერი და ბზინვარება, რაც ქანდაკებას მზის შუქზე უნიკალურ ბზინვარებას ანიჭებს. ქანდაკების ზედაპირი დაფარულია ათასობით პატარა სამკუთხა საფნის ქვის ფილებით, რომლებიც მოზაიკას მოგვაგონებს, რაც მას უნიკალურ ტექსტურასა და სტაბილურობას ანიჭებს. ქანდაკების მთავარ სიმბოლოს, გაშლილ მკლავებს, ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ის სიმბოლურად გამოხატავს მშვიდობასა და ხსნას, ამავდროულად მიესალმება რიოს სტუმრებსა და მაცხოვრებლებს. ქანდაკება, როგორც ჩანს, მთელ ქალაქს მოიცავს, დგას და აკურთხებს მას. ქანდაკების განათება ტექნოლოგიური საოცრება იყო. თავდაპირველად, მისი გახსნის დროს, ის უნდა განათებულიყო ნეაპოლის, იტალია, გამომგონებლის, გულიელმო მარკონის მიერ რადიოსიგნალის საშუალებით გააქტიურებული პროჟექტორებით. სამწუხაროდ, ცუდმა ამინდმა ხელი შეუშალა ამას, მაგრამ ეს ფაქტი ხაზს უსვამს ქანდაკების კავშირს თავისი დროის უახლეს ტექნოლოგიებთან. ქრისტეს გამომსხიდველის ქანდაკების გავლენა რიო-დე-ჟანეიროსა და მთელ ბრაზილიაზე ძნელია გადაჭარბებული იყოს. ის ქვეყნის უდავო კულტურულ და რელიგიურ სიმბოლოდ, ასევე ეროვნულ სიმბოლოდ იქცა, რომელიც რიოს იმიჯისგან განუყოფელია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი კორკოვადოს მთას სტუმრობს, რათა ახლოდან ნახოს ქანდაკება და გაოცდეს მისი სიდიადითა და ბრწყინვალე ხედებით. ჩვენ პლატფორმაზე ვდგავართ, გრძნობთ მთის ძლიერ ნიავს და ვუყურებთ ქვემოთ მდებარე ქალაქს, მის ყურეებს, მთებსა და ოკეანეს. შედარებით ახალგაზრდობის მიუხედავად, ქანდაკებამ უკვე გადაიტანა ელვისებური დარტყმები და რესტავრაციები და გახდა არა მხოლოდ რელიგიური ძეგლი, არამედ იმედისა და მშვიდობიანი თანაარსებობის უნივერსალური სიმბოლო. მისი მსოფლიოს ახალ 7 საოცრებათა შორის შეყვანა ხაზს უსვამს იმას, რომ არქიტექტურის სიდიადე და მისი შთაგონების უნარი არ შემოიფარგლება მხოლოდ ანტიკურობით. ამით სრულდება ჩვენი მშვიდი ტური მსოფლიოს 7 უძველესი და 7 ახალი საოცრების შესახებ. ჩვენ გავიარეთ 4500 წლიანი ისტორია, ეგვიპტის ქვიშიანი უდაბნოებიდან ბრაზილიის ნისლიან მთებამდე და ვნახეთ, თუ როგორ განასახიერა კაცობრიობამ საუკუნეების განმავლობაში თავისი ამბიცია,
რწმენა, სიყვარული და ტექნიკური გენიოსი ქვაში, მარმარილოსა და ბრინჯაოში. საუკუნეების განმავლობაში მოგზაურობისას მივხვდით, რომ საოცრება არ არის მხოლოდ ზომა ან ასაკი. ეს არის ისტორია, რომელსაც ის მოგვითხრობს. არტემიდას ტაძარი ამაოებასა და თაყვანისცემაზე მოგვითხრობს. ტაჯ-მაჰალი მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს. კოლოსი გმირულ ტრიუმფზე მოგვითხრობს. ჩიჩენიცა კოსმოსთან კავშირზე მოგვითხრობს. სწორედ ეს ემოციური და ინტელექტუალური მუხტი ხდის ამ სტრუქტურებს არა მხოლოდ ძველ შენობებს, არამედ ნამდვილ საოცრებებს. ისინი ჩვენსა და ჩვენს წინაპრებს შორის დამაკავშირებელი ძაფია, რაც საშუალებას გვაძლევს შევეხოთ მათ ოცნებებსა და ამბიციებს. დროა დავბრუნდეთ ჩვენი გრძელი მოგზაურობიდან. კიდევ უფრო კომფორტულად მოეწყვეთ თქვენს საწოლში. გაუშვით ყველა ფიქრი უზარმაზარ ქვებზე, უძველეს რიტუალებსა და დაკარგულ საგანძურზე. სინაზე და სიჩუმე გფარავთ. დახუჩეთ თვალები. თქვენი სუნთქვა უფრო თანაბარი და ღრმა ხდება. სიმძიმის შეგრძნება ტოვებს თქვენს სხეულს, ჩანაცვლებული რბილი, დამამშვიდებელი სიმსუბუქით. დაე, ჩვენს მიერ ნანახი სურათები თქვენს გონებაში რბილ ფონად იქცეს. უდაბნოს ქვის მარადისობა. მითიური ბაღების მწვანე სიგრილე. ზევსის სახეზე მოელვარე ოქრო. თქვენ აღარ დგახართ მთის მწვერვალზე. თქვენ დუმილში წევხართ, სადაც ყველა აზრი ნელდება, ყველაც უხილი ქრება. თქვენი გონება ნათელი და მშვიდია, როგორც ტაჯ-მაჰალის მარმარილო მთვარის შუქზე. უძველესი ცივილიზაციების კედლები ახლა მხოლოდ ჩურჩულია. იგრძენი სითბო და სიმშვიდე, რომელიც ხელებსა და ფეხებში ვრცელდება და ყველა კუნთს ადუნებს. უსაფრთხოდ ხარ. სიჩუმეში ხარ გარშემორტყმული. დედამიწას სძინავს. ქალაქები სძინავთ. შენც, ჩემო მეგობარო, ღრმა, აღმდგენი ძილში იძირები. იოცნებე მაღალ პირამიდებზე, ან იქნებ ღრუბლებში მწვანე ტერასებზე. შენი სიზმრები მშვიდი და ნათელი იყოს. დღეს წარმოუდგენელ ისტორიებს შეეხო და ახლა შენივე სიმშვიდის დროა. უბრალოდ ისუნთქე. ჩაისუნთქე. ამოისუნთქე. ყველაფერი მშვიდია. ყველაფერი კარგადაა. დაიძინე.